ეგა, მშვენიერ. მოგესალმებით ყველას. მიხარია რომ დღეს აქ ხართ ჩემთან ერთად ვებინარზე, full stack-ის ვებინარზე. და დღეს ზოგადად ვისაუბრებთ რა არის full stack-ი, როგორ შეგვიძლია რომ გავხდეთ full stack დეველოპერები. რაღაც რჩევებზეც გადავალთ და პატარა გეგმა რომ დავსახოთ, ასე რომ ვთქვათ. იქნება 5 პატარა ქვეთავი, ასე რომ ვთქვათ, რა არის front-end-ი, რა არის back-end-ი, როგორ მუშაობს full stack-ი, როგორ გავხდეთ full stack დეველოპერები და რჩევებს მოვისმენთ და ასევე ბოლოს იქნება პატარა კვიზი. 10 კითხვიანი ძალიან მარტივია, მარტივი კითხვებია ძალიან და მანდ უკვე ტოპ 3-ში ვინც იქნება, იმათ შეიძლებათ რომ უფასოდ და რაღაც ფასეკლებით გამოსცადონ სამოტორო პროგრამა. მაგ ყველაფერზე ვისაუბრებ კიდევაც. თუ რამე სიტყვა ჯერჯერობით არ გეცნობათ, პრობლემა არაა, იმიტომ რომ ვებინარის განმავლობაში მაინც ყველაფერს შევშლი დეტალურად. კარგით, მოდი დავიწყოთ. მის გაგეცნობით მე ვარ თემო, პირველ რიგში 20 წლის full stack დეველოპერი და ბევრ რაღაცას დღევანდელ ვებინარზე გაგიზიარებთ ასევე ჩემი გამოცდილებიდანაც, იმიტომ რომ მე სულ თავიდან მომიწია მენტორის გარეშე სწავლა, სულ თავიდან რა მენტორი არ მყოლია არასდროს და ძალიან ბევრ სირთულეს წავაწყდი, ბევრ რამე მასწავლა მაგან და ამ გამოცდილებას უკვე უზიარებ ჩემს სტუდენტებს, რომ იგივე შეცნობები არ დაუშვან და იგივენაირად ბევრი დრო არ დაკარგონ და უფრო კარგად განვითარდნენ ამ ტექნოლოგიების მიმართულებით. კარგით, მოდი დავიწყოთ ცოტა ტექნიკური სახით. რაღაც ძალიან ტექნიკური საქმეა, უფრო ზოგადად მივიხილავთ რაღაც საკითხებს, რომ აზრზე მოხვიდეთ, ასე რომ ვთქვათ, თუ რა არის ეს full stack-ი და რის სწავლა მოგიწევთ და როგორი მიდგომებით. მოდი დავიწყოთ front-end-ით. ანუ ზოგადად თუ რაიმე ოდესმე საიტებზე დაგაინტერესებთ, ანუ უკვე გაინტერესებთ, front-ends ვერ აცდებით. ეს front-end-ი რა არის ახლა? Front-ი ნიშნავს საიტის წინა მხარეს. Front-ი ხო წინას ნიშნავს ქართულად ხო? ქართული შესატყვისი front-ის არის წინა. ხო და ეს front-end development-ის, ანუ პროგრამირების განხრა ეხება იმ მიმართულებას, რომლის დროსაც პროგრამისტები აწყობენ საიტის წინა მხარეს, ანუ visuals. თქვენ რომ შედიხართ ეკრანზე, ეკრანს რო უყურებთ და საიტს რო გახსნით, ნებისმიერ საიტი, გინდა Facebook-ი იყოს, Instagram-ი ან Amazon-ი, ნებისმიერი, რასაც ხედავთ ვიზუალურად, აბსოლუტურად ყველაფერი აკეთებული არის front-end developer-ის მიერ. ვიზუალებს რაც ეხება. და მოდი ახლა ჩავშალოთ ეს front-end development-ი, თითქოს მარტივია რა, ერთი რაღაცა არის თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ბევრი ნიუანსისგან შედგება. და მოდი მივიხილოთ ის ტექნოლოგიები, რის სწავლაც მოგიწევთ, თუ გინდათ რომ საიტი ააწყოთ. პირველი ერთ-ერთი და უმთავრესი არის JavaScript. JavaScript-ი ალბათ უკვე ბევრს გაგიგიათ. ვისაც არ გაგიგიათ, გეტყვით რომ JavaScript-ი არის ერთ-ერთი პროგრამირების ენა. როგორც სასაუბრო ენები არის უამრავი, ძალიან ბევრი, ქართული, ინგლისური, გერმანული და ასე შემდეგ. პროგრამირებაშიც არის სხვადასხვა პროგრამირების ენები თავისი გარკვეული წესებით. როგორც ქართულსა და ინგლისურში გვაქვს სხვადასხვა გრამატიკის წესები, ასევე პროგრამირების ენაშიც ყველა რაღაც წესი განსხვავდება, მაგრამ ბეისიქები და რაღაცა ქვედა დონე მაინც იგივეა ლოგიკურად. და JavaScript-ი რატო არის ძალიან მაგარი. საიტებს აწყობოთ რომ გამოიყენება, მაგრამ ასევე JavaScript-ი შეიძლება რომ გამოიყენოთ ძალიან ბევრ რამეში. ერთი front-end-ში და აქ ბიბლიოთეკების ლოგოები მაქვს, React-ი, Angular, Vue, Svelte, ამებსაც შევეხებით მომავალში, ცოტა ხანში. ასევე back-end-ი, back-end-შიც გამოიყენება, back-end-საც ახსნით რა არის. Mobile-ში შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, ანუ მობილური აპლიკაციების ასაწყობად, რომლებიც არიან, რომელთა გაშვება შეგვიძლია, როგორც iOS-ზე, ასევე Android-ზე, ორივე პლატფორმაზე. ანუ ერთ კოდს წერს და ორივეგან ეშვება. და ასევე შეგვიძლია desktop აპლიკაციების შექმნას. მე პირადად დამწყებს ეგეთ რაღაცას ურჩევ. ანუ თუ ვიღაცამ არ იცის საერთოდ საიდან უნდა დაიწყოს, ანუ გადაწყვეტა ვიღაცამ სტუდენტმა ან რომელიმე ადამიანმა, რომ უნდა რომ პროგრამირება ისწავლოს, მაგრამ არ იცის რომელი ენით დაიწყოს. ჩემი რჩევა ხოლმე მაინც არის რომ ისწავლოთ JavaScript, იმიტომ რომ JavaScript-ით შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამის გაკეთება. ძალიან ბევრი რამის. და მე ყველაფერს აქეთ იქ რომ მიედებით,
მიხვდებით და შესაძლებლობა გექნებათ რომ გაიგოთ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ. აი სხვა ენა რო ავიღოთ მაგალითად Python-ი. Python-ი ძალიან მაგარი ენაა, ძალიან. უბრალოდ Python-ში მაგის შესაძლებლობა არ გაქვს ყველაფერი გააკეთო. აი Python-ით მაგალითად front-ends ვერ დაწერ. და შეიძლება Python-ი ისე დაიწყო რომ შეიძლება front-end-ი მოგწონებოდა, მაგრამ ვერ გაარკვია, იმიტომ რომ Python-ი მაგის საშუალებას არ გაძლევს. და JavaScript-ი ყველაფრის საშუალებას გაძლევს. და შეგიძლიათ რომ ყველაფერი გატესტოთ, ცოტა-ცოტა ისწავლოთ და ბოლოს გავაწყოთ რომელი უფრო მოგწონს და იმ სფეროს გავყვეთ. მაგით არის JavaScript-ი ძალიან მაგარი ენა. როგორც თქვი, ეს front-end-ში ერთი რაღაცა არაა, რამდენიმე ტექნოლოგიაა. ასევე არის კიდევ დამატებით HTML და CSS. JavaScript-ი რო პროგრამირების ენა იყო, HTML და CSS-ი პროგრამირების ენა არაა. არ არიან. ესენი არიან markup language-ები. ანუ რას ნიშნავს? HTML-ს ვიყენებთ განარამე ლოგიკისთვის. პროგრამირების ენა ლოგიკისთვის გამოიყენება, რომ კომპიუტერს მივცეთ ინსტრუქციები. და HTML მაგალითად გამოიყენება საიტის ჩონჩხის ასაწყობად. ანუ თუ საიტზე გვინდა რომ გამათავსოთ სათაურები, პარაგრაფები, ვიდეოები, ფოტოები და ასე შემდეგ, ვიყენებთ HTML-ს. და ეს ყველაფერი რომ ულამაზო და შეუხედავი რომ არ იყოს, მაგისთვის უკვე გვჭირდება რაღაცა ტექნოლოგია, რომელიც დაგვეხმარება, რომ ამ ყველაფერს გავსტილავთ და გავალამაზებთ. და ზუსტად ეს არის CSS. CSS მაგისთვის გამოიყენება ზუსტად, რომ ეს ჩვენი ჩონჩხი გავალამაზოთ და ხორცი შევასხათ. მერე უკვე მოდის DOM-ი. ნუ ეს გასაგებია ჩონჩხი არის, სტილები აქვს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ინტერაქცია არ შეგვიძლია. დღევანდელობაში ეგ ხომ ძალიან წარმოუდგენელია, იმიტომ რომ სიტყვაზე რაღაცა მაღაზიის საიტზე შედიხართ, უკვე იცით რომ უნდა შეგეძლოთ პლუს გლეხს დამატება, რომ დაემატოს კალათაში, მერე შეძენა და ასე შემდეგ. ანუ ინტერაქცია უნდა შეგეძლოთ. რაღაცა ღილაკს დააწოვი და ფანჯარა მოხდება და ასე შემდეგ. და მაგისთვის ზუსტად გვეხმარება DOM-ი. ანუ ინტერაქცია რომ შევძინოთ ჩვენ საიტს. თუმცა დღევანდელ რეალობაში DOM-ს აღარ ვიყენებთ რეალური და დიდი პროექტების ასაწყობად. რაღაცეები შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან პატარა პროექტი თუ არის, მაგრამ დიდი პროექტი როცა არის, საშუალო ზომის DOM-ს არ ვიყენებთ. და უკვე გამოიყენება ბიბლიოთეკები. JavaScript-ის ბიბლიოთეკები. მაგალითად React. ჩვენთან გასწავლით React-ს, იმიტომ რომ React-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია პოპულარული. ერთ-ერთი რა, ან ყველაზე პოპულარული. სხვაებიც ძალიან პოპულარულები არიან და გამოყენებადი. ის Svelte, Vue და Angular რო გითხარით. მაგრამ React-ზე უფრო დიდი მოთხოვნა არის და უფრო მეტი ვაკანსია ხდება ხოლმე ამ ტექნოლოგიაზე. ეხლა რა არის ბიბლიოთეკა? ბიბლიოთეკა არის ჩათვალეთ რაღაცა ხელსაწყობის ნაკრები, რომელიც გვეხმარება, რომ საიტი ავაწყოთ უფრო მალე და უფრო მარტივად. და React-ის ზუსტად ეგ ხელსაწყობის ნაკრებია, რომელიც JavaScript-ზე დაწერილი. ან თუ JavaScript-ი არ ვიცით, React-ს ვერ ვისწავლით. ან ვისწავლით და ძალიან ბრმად დავწერთ კოდს და ეგ უკვე არ ვარგა. ამიტომ ამ DOM-ის მერე უკვე გავვლით React-ს, რომ უფრო გავიმარტივოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და სამუშაო პროცესი და თან უფრო ყველაზე მოთხოვნადი არის ბაზარზე. და ხო, თუ რამე კითხვა გექნებათ პროცესში, თუ რამეს ვერ გაიგებთ, ან გაინტერესებთ, უბრალოდ კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ გამაჩიოთ და დამისვათ და ყველას გიპასუხებთ. და მერე მოდის უკვე ბოლოს Next.js. Next.js-ი არის ასევე რაღაც დამხმარე ხელსაწყო, რომელიც კიდევ უფრო გვიმარტივებს და გვიმარტივებს საიტების აწყობას და ასევე გვეხმარება SEO ოპტიმიზაციაში. ეხლა SEO რა არის? SEO იშიფრება როგორც Search Engine Optimization. ანუ Google-ის ბოტებმა რომ მარტივად იპოვონ ჩვენი საიტი და აი ვიღაც ბიზნესი რო აკეთებს საიტს. მაგათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ რო დავსერჩავთ რაღაც სახელს ან keywords, რაც მაგ ბიზნესს შეეფერება, რომ მაგ ბიზნესის საიტი ამოვარდეს პირველ გრაფაში. ან პირველივე რო იყოს ან top 3-ში მაინც. ეგ ასეო ზუსტად რომ Google-ის ბოტებმა ადვილად დაიჭირონ ჩვენი საიტი და ამოვაგდონ მაღლა. და ამაში გვეხმარება Next.js. დეტალებში უფრო როგორ და რანაირად მაგას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ამას უკვე თუნდაც კურსიც გაიგებთ. მაგრამ ზოგადად მონახაზი მინდა რომ შეიქმნათ დღეს, რის სწავლა მოგიწევთ და რა ტექნოლოგიების. და
ზოგადად როგორ მუშაობს ეს ფრონტი და ბექი ერთდროულად. ანუ full stack-ი როგორ მუშაობს. ანუ ეს იყო ფრონტი. ხო, გისმენ? ეს რა მაინტერესებს და JavaScript-ით მაგალითად chatbot-ების აწყობა შესაძლებელი არის ამ React-ით? კი, JavaScript შეგვიძლია chatbot-ების აწყობა, კი. მაგრამ ეგრე კი შეიძლება ბევრი ბიბლიოთეკა არის მაგისთვის. აჰა. ასე კი. ოკეი. ეს იყო ფრონტის ნაწილი. ანუ ეს ტექნოლოგიები რაც შემოგითვალეთ მე. და ხო, თუ გინდათ რაღაცეები ამოიწერეთ, ანუ უბრალოდ ყველგან მოისმენთ და იმიტომ რომ ბოლოს კვიზზე ეს კითხვები იქნება რა, მარტივები იქნება, მაგრამ თუ აქამდე არაფერი იცოდით და დღეს ისმენთ პირველად, ჯობია რომ ყოველდღე მოისმინოთ რა. ანუ ეს JavaScript, HTML, CSS, DOM, React და Next.js არის ყველაფერი front-end-ში, ანუ იმ ნაწილში, რაც არის საიტის წინა მხარე. კიდევ ბევრი დამხმარე ხელსაწყო ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ გამოიყენება, რა თქმა უნდა, საქმის გასამარტივებლად, მაგრამ ძირითადი ტექნოლოგიები ესენი არიან. და მაგეებს უკვე დეტალებში დამატებით რა არის და როგორ არის, Tailwind იქნება ეგ თუ რა იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს ვისწავლეთ კურსის განმავლობაში. ეხლა backend-ი. backend-ი რა არის? backend-ი არის, ну, როგორც front იყო წინა მხარე, წინას ნიშნავს, back იყო ნიშნავს უკან. და ზუსტად რომ backend-ი არის საიტის უკანა მხარე. ანუ ეს შეეხება მაგალითად ბაზებს, მონაცემების წამოღებას, გადახდის სისტემებს. ანუ მოხმარებელი რასაც ვერ ხედავს თავის საკუთარი თვალით. ეგ ყველაფერი გაკეთებული არის backend developer-ის, ანუ backend პროგრამისტის მიერ. ჩვენ რა შევდივართ მაგალითად Amazon-ზე, ხო? ძალიან ბევრი პროდუქტი შემონთვალი ხო არის? ეგ პროდუქტები front-ში კი არაა დაწერილი. back-შია გაწერილი და მე back-იდან მოდის ინფორმაცია front-ში. და user-ის თვალწინ ისახება რა. ესაა backend-ი, ანუ რასაც მომხმარებელი ვერ ხედავს. ანუ სიტყვაზე მე თუ დავაჭირე გადახდის ღილაკს, ეგ გადახდის ღილაკი აწყობილი არის front-end developer-ის მიერ. მაგრამ მაგ დაჭერის მერე რომ თანხა მეჭრება, მაგ ეგ პროცესები როგორ მიდის და როგორ წარიმართება, ეგ უკვე backend developer-მა გააკეთა. ანუ ერთია front-ის მიერ გაკეთებული, მეორე back-ის მიერ გაკეთებული. ეხლა backend-ში რა ისწავლება? ამასაც მოკლედ გავვლი ბევრი დეტალის გარეშე. აი JavaScript რო გითხარით, კარგი ენა არისო. აი როდესაც თქვენ JavaScript-ს ისწავლეთ კარგად, საბუძვლიანად, backend-ზე როცა გადახვალთ, შეგიძლიათ რომ აირჩიოთ რომელი ენით გააგრძელებთ backend-ის სწავლას. ანუ front-end-ი მარტო JavaScript-ით ხდება. ანუ სხვა ალტერნატივა არ აქვს, მარტო JavaScript-ი არის და სხვა ენა არ არის მაგისთვის. და TypeScript-ი? არა, TypeScript-ი ხო. TypeScript-ი ხო JavaScript-ზე უბრალოდ დაწერილი, უბრალოდ ტიპებს გიმატებს. მაგრამ რას გიმატებს? ტიპებს გიმატებს, ანუ ტიპიზაცია შეგიძლია, რაღაცების აღწერა. ასე კი. მაგრამ ეგეც ჩათვალე JavaScript-ი მაინც მთავარი რა. base ენას გულისხმობ. მაგრამ backend-ზე როცა გადახვალთ, თქვენ გქნებათ არჩევანი უკვე რომელი ენით გაიაროთ ეს მხარე. ანუ შეგიძლიათ Python-ი ისწავლოთ, ან C# ისწავლოთ, ან Go ისწავლოთ, ან შეგიძლიათ უკვე ისევ იმას მიაწვეთ, რაც კარგად იცით, ისედაც, ანუ JavaScript. ანუ JavaScript შეგიძლიათ როგორც front-ი დაწეროთ, ასევე back-ი დაწეროთ. ну, რა თქმა უნდა, ხა იგივე კოდის წერა არ მოგიწევთ, რაღაცეები იცვლება და აზროვნებას უნდა შეიცვალოთ და სხვა სინტაქსები ეკაც, მაგრამ ენა ხო იგივეა, ანუ წესები და გრამატიკის წესები, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მაინც იგივე რჩება, ხო? ამიტომ სტუდენტების უმეტესობა ეხლა ვისაც ვასწავლი, front-ს რომ კარგად გადადიან, მე უკვე back-ზე გადადიან JavaScript-ის, იმიტომ რომ ახალ ენას აღარ სწავლობ. ახალ ენასაც მალე ისწავლით რამე, თუ ერთი ენა იცით, სხვა ენას მალე ისწავლით ძალიან, იმიტომ რომ basic-ები და ძირითადი თემები მაინც ერთი და იგივეა. იცვლება მარტო ჩაწერის სინტაქსი. მაგრამ JavaScript-ი უფრო მარტივია backend-ის სწავლა, მე უკვე როცა JavaScript-ი ისედაც იცით რა. ეხლა backend-ში რა ტექნოლოგიებს ვსწავლოთ? ხო, გისმენთ? ან JavaScript-ით გვირჩევთ მაინც backend-ი რო ვისწავლოთ? თუ JavaScript-ით ვისწავლეთ front-ი? ხო, კი. მე ასე ვიზამდი. ანუ თქვენ გლას რო იყო, მე ასე ვიზამდი, იმიტომ რომ ახალი ენის სწავლა აღარ მომიწევდა. ან C#-ის, ან Python-ის აღარ მომიწევდა და ეგრევე JavaScript-ით გავაგრძელებდი.
ძალიან მარტივია. და რამე უპირატესობა აქვს იგივე C# ან Python-ის JavaScript-ზე? ყველა JavaScript-ით რის გაკეთებაც შეგიძლიათ გააკეთოთ C#-ითაც და Python-ითაც. ანუ backend-ს რო საწერთ რა. მაგრამ თუ ძალიან დიდ პროექტებზე მუშაობთ, შეიძლება ერთ ენას გქონდეს უპირატესობა სხვა ენასთან მიმართებაში. აი მაგალითად შეიძლება C# უფრო სწრაფია მაგალითად. ვიდრე Python-ი სიტყვაზე. C-სტრაფეში და პატარა ნიუანსებში განსხვავება არის, მაგრამ თვითონ პროდუქტს რაც შეეხება, ყველაფერს აწყობა შეგიძლიათ როგორც JavaScript, ასევე C#-ით ან Python-ით. მაგრამ ანუ თავიდან თუ ერთ ტექნოლოგიას თუ ისწავლეთ რაღაცას ერთი ენით, იმ ტექნოლოგიის სწავლა სხვა ენით ძალიან გაგიმარტივდებათ. და JavaScript-ი უბრალოდ მარტივი სტარტია რა, backend-ისთვის მერე უკვე. შევასწორებ, რომ რამდენიმე ენის ცოდნა ძალიან აუცილებელია სამუშაოს კი. ადვილად შოუნისთვის. ანუ ისიც სიცოდე და ისიც სიცოდე კარგია. ერთი ენით სამუშაოს შეიძლება საქართველოში იშოვოთ, მაგრამ საზღვარგარეთ გაგიჭირებათ გასვლა უბრალოდ. რამდენიმე ენა მინიმუმ უნდა ეცოდეთ, რომ წინ წახვიდეთ. უბრალოდ ეს ჭკვიანი ხალხის და გამოცდილი ხალხის ექსპერიენსიდან გამომდინარე გეუბნებით. კი, ზუსტად. ანუ მაინც მოგიწევთ ხვენების სწავლა და მაგაზე უნდა ვისაუბროთ, ზუსტად სლაიდი მაქვს მოზადებული. რა აქვე ვიტყვი, რომ ანუ მარტო JavaScript დეველოპერები არ უნდა იყოთ. ანუ თქვენ უნდა იყოთ ინჟინრები. ინჟინერი არის ის, ვინც უბრალოდ პრობლემას ჭრის. ანუ პროგრამირება JavaScript-ი ხო არა, ან Python-ი ხო არა. პროგრამირება არის რაღაცა პრობლემა გაქვს და ეგ უნდა გადაჭრა. ანუ ეგაა შენი საქმე მარტო. იმ გადაჭრის პროცესში კიდევ ბევრ პრობლემას შეეჯახები და ეგეც უნდა ჩაშალო და ცალსაკე ამოხსნოდე, რომ მერე საბოლოო პრობლემა ამოიხსნას. მაგრამ აი რო თქვათ, რომ სიტყვაზე აი მე მარტო 10 წელი ვიქნები JavaScript-ზე, ან Python ნიშნულობა რა ქა JavaScript-ზე საუბრობ, მაგიტომ მოყავს თორე. აი Python-ი შეიძლება რა 10 წელი Python-ზე ვიმუშავებ. მარტო, ან სულ Python-ზე ვიმუშავებ. ეგ ინჟინერობა არა, ეგაა რომ Python-ის დეველოპერი ხარ მორჩა, მეტი არაფერი. ან მარტო React-ს ვისწავლი. ეხა იქ React-ის რო გითხარით, ნახეთ. აი საინტერესო თემა წამოჭრა, ჩვენ მეგობარმა. React-ი არის ერთ-ერთი ბიბლიოთეკა, რომელიც რაღაცა პრობლემას გვიგوارებს, მაგრამ ასევე აქ თავიდან მქონდა იყო Angular, Vue, Svelte. არ თქვათ რომ აი React-ს ვისწავლი და მეც არაფერს არ ვისწავლი, ეგ mindset-ი არ უნდა გქონდეთ. მოგიწევთ სხვა რაღაც სწავლა დიდი ალბათობით, რომც არ გინდოდეთ, იმიტომ რომ ზოგადად რაღაცა პრობლემას რო შეხედავ, პროექტს რო შეხედავ. კი არ უნდა გაინტერესებდეს იმ პროექტში და პრობლემაში რა ტექნოლოგიას იყენებენ. შენ თუ პრობლემამ და გაინტერესა და იმ გზამ როგორ ამოხსნი ამ პრობლემას, როგორ გადავჭრი და მოდი ჩემ თავს გამოსდე დავაჩელენჯებ. მაინც ჩაერთვები თუ სხვა ტექნოლოგიაზეა. ეხლა მე მაგალითად სულ თავიდან დავიწყე React-ის სწავლა. მაგრამ მე Angular-ზეც გამიგზავნია CV. მე Svelte-ზეც მიმუშავია სულ თავიდან. ეხლა Vue-ზე და React-ზე ვმუშაობ ერთდროულად. ანუ არ თქვათ რომ ერთ რაღაცას ვისწავლო და მე მორჩა რა. ანუ ბევრი ამის სწავლა მოგიწევთ. მაგრამ თავიდან ყველაზე კარგი არის რომ ერთი ენა ისწავლოთ კარგად და არა 2, 3 და 4 ნორმალურად. ერთი ჯობია კარგად ისწავლოთ და მე სხვებით ისწავლოთ ისიც კარგად. ერთს რო ისწავლით ენას ან ტექნოლოგიას, სხვების სწავლაც ძალიან გაგიმარტივდებათ. ოკეი. ეხლა back-ში რა გვაქვს გავაგზავნოთ. back-ში ვიყენებთ Node.js. ეს Node.js-იც JavaScript-ზე დაწერილი, ანუ JavaScript runtime environment-ია, ანუ რას ნიშნავს? მარტივი სიტყვებით რო თქვა, ჩათვალეთ რაღაცა გარემო არის, სადაც ეშვება JavaScript-ის კოდი. ზოგადად JavaScript-ის კოდი ორგან შეგვიძლია გავუშვათ. ერთი არის ბრაუზერი, მეორე არის Node. ანუ ჩვენ რა კოდსაც დავწერთ front-end-ის ფარგლებში, ეგ ყველაფერი ეშვება ბრაუზერში. და ბრაუზერსაც თავისი ენჯინები, ანუ ძრავები აქვს შექმნილი, რომ მე ეს კოდი გაანალიზოს და გამოსახოს ეგ შედეგი მოხმარებლისთვის ეკრანზე. და მეორე ვარიანტი არის, რომ ეს JavaScript-ის კოდი გავუშვათ Node-ში. და აქ იწერება back-end-ის ამბები, მაგალითად, როგორ გავაკეთოთ სერვერი, როგორ გავაგზავნოთ ინფორმაცია back-იდან front-ში და ასე შემდეგ. ეს ძალიან მარტივად რო ახსნათ. მე Express.js-ი მოდის. როგორც front-ში იყო, რომ base სისტემით, ანუ DOM-ით მაგალითად, ანუ HTML CSS DOM-ით აწყობთ ყველაფერს. მაგრამ აი React-ი მაგალითად გვიმარტივებს საქმეს. აქაც იგივეა.
ეს Express.js-იც არის framework-ი, რომელიც შენდება, ასე რომ ვთქვათ, Node.js-ზე და უბრალოდ რაღაცას გიმარტივებს, server-ს მარტივად სტარტავ, რაღაცას მარტივად წერ middleware-ები და ტექნიკური ამბები არის, მაგრამ მაგებს არ ჩავშლი ხე, იმიტომ რომ კურსზე ჩვეულებრივად იქნება ყველაფერი. მაგრამ ეს გავიგეთ, ესე იგი ფრონტი იღებს ინფორმაციას და გამოსახავს ეკრანზე და შეუძლია მომხმარებელს ინტერაქცია მოახდინოს ამ front-end developer-ის მიერ აწყობილ საიტზე. Back-end-ი არის ის, რომ რაღაცა ინფორმაციას აგზავნის, გადახდის წინები შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ ეს ინფორმაცია, რაც ვისაუბრეთ, ეს სად ინახება, ხო? მაგასაც სხვა ადგილი ჭირდება. და მაგისთვის არის ზუსტად დატაბაზები. Database. და JavaScript, შეგვიძლია გამოვიყენოთ MongoDB. MongoDB საკმაოდ მარტივი არის. მარტივი ფორმატით ინახება ინფორმაცია მასში. თუმცა სხვა გზებიც არსებობს, მაგალითად შეგვიძლია SQL-ით. SQL-ი გამოვიყენოთ ბაზებთან ინტერაქციისთვის. უკვე რელაციური დატაბაზები არის. MongoDB არა რელაციური და უფრო მარტივია, მაგრამ აი აქაც იგივე რა, ზუსტად. წინა თემას შევეხოთ. აქაც არ უნდა თქვათ, რომ აი მოდი ავდგები და აი MongoDB-ს ვისწავლი მარტო, რომ ბაზებში ინფორმაცია შევინახო. და აი ხო აკეთებ საქმეს და მეტი არ მინდა. ეგრე არ გამოვა, SQL-ის სწავლაც მოგიწევთ. და SQL-საც ავხსნით ამ კურსზე. SQL-ის სწავლაც მოგიწევთ რაღაც მომენტებში, იმიტომ რომ რაღაც დიდი პროექტია ერთმანეთთან დაკავშირება უნდა ინფორმაციას და SQL-ს იყენებ კიდე არ მინდა. ამიტომ ეგ მაინდსეტი არ ქონდეთ, რომ აი ერთ რაღაცას ვისწავლი და მერე მორჩა. ანუ სულ უნდა განვითარდეთ, განა მარტო უკვე იმ არსებულ ტექნოლოგიაშიც დაიწყეთ. არამედ სხვა ტექნოლოგიებშიც. ანუ სამ ინტერესი არ გაგიხრებათ რაღაც ახლისადმი, მანამ ამ სფეროში დარჩებით. ეხლა მეც მაგალითად full stack developer-ი კი ვარ, მაგრამ სულ თავიდან რომ ფრონტი ვისწავლე, მე ბექმა დამაინტერესა. ეხლა AI მაინტერესებს და blockchain-ი, ანუ სულ რაღაცა მიზანი მაქვს ის, რომ რაღაც ახალი ვისწავლო. და ეგ წინ წევს მაინც რა. თუმცა ერთ ტექნოლოგიაში რო დარჩეთ, აი მაგალითად მარტო ვებში რო იყოთ, იმ ვებშიც ბევრ ტექნოლოგიაზე მოგეწევთ მუშაობა, სხვა სფეროში რომც არ გადახვიდეთ, მაგრამ მანდაც არ უნდა იყოთ, რომ აი მარტო JavaScript-ით გავაკეთებ რაღაცას. ან მარტო Python-ით გავაკეთებ რაღაცას, ეგრე არ იყოთ. და ასევე გავვლით Git და GitHub-ს. ახლა უკვე ესენი რაში გვეხმარება. ჩავთვალოთ, რომ ავაწყე პროექტი. ყავს გუნდი, 5-კაციანი გუნდი მაგალითად. და მინდა რომ ჩემი ნამუშევარი რაც მე ავაწყე და ჩემო გუნდელმა რაც თვითონ ააწყო. მინდა რომ გავაერთიანო ეხლა. და როგორ მოგიქცეოდი, ხო, რა ვიცი, დავზიპავდი, გავუგზავნდი Gmail-ზე, ისიც იგივეს და მე რაღაც გავაერთიანდი, ხო, ანუ ძალიან სისულელი და რთული პროცესია. ამიტომ Git და GitHub-ი გვეხმარება მაგაში, რომ ზუსტად კოლაბორაციულად ვიმუშაოთ პროექტებზე. ანუ ჩათვალეთ, აი ძალიან მარტივად რო თქვა, პროგრამისტების Facebook-ისავით არის რა. შეგვიძლია პროექტები ავტვირთოთ, გავხსნათ issue-ები, ანუ რაღაცა ახალი მარტივად მინდა ავხსნა. აი to-do-ებისავით რო გავაკეთოთ, ან სხვის ნამუშევარს დავუმატოთ პროგრესი და უთხრათ, რომ აბა ეს სადი და იმანაც დაადასტუროს და გადაიტანოს პროექტში, ანუ ძალიან ბევრი ამის კეთება შეიძლება. ანუ GitHub-ი არის ეგ პლატფორმა, სადაც ვტვირთავთ ჩვენ კოდს, რომ სხვა ვნახოს მერე. და თქვენ ზოგადად ეგ მოგიწევთ, ანუ განა მარტო გუნდური მუშაობისას მოგიწევთ. არამედ თავიდან რომ ვითარდებით და რაღაც პროექტებზე მუშაობთ, GitHub-ზე უნდა ავტვირთოთ აუცილებლად. იმიტომ რომ დამსაქმებელი რომ ნახავს თქვენს GitHub-ს, უნდა შეეძლოს კაი პროექტების ნახვა მანდ. და ზუსტად ეგაა, რომ აი Facebook-ზე რო ვიღაცას დასერჩავ და იქ ნახავ რა ფოტოები ვიდევს, აი პროგრამისტზე ეგრე არის, რომ LinkedIn-ზე გადახვალ და GitHub-ზე გადახვალ. ანუ ეგ ორი ძირითადი პლატფორმა, სადაც შეგიძლია შემოწმო ვიღაცის გამოცდილება. რაზე უმუშავია, როგორ აქტიურობს და ასე შემდეგ. ესაა back-end-ი. მოკლედ, ახსენი ძალიან. ანუ front-end-ი არის წინა მხარე, back-end-ი არის უკანა მხარე და თქვენ შეგიძლიათ სიტყვაზე რომ მარტო front-ი ისწავლოთ და front-end developer-ები იყოთ, ან მარტო back-ი ისწავლოთ და back-end developer-ები იყოთ. მე მაინც ძალიან მეეჭვება რომ სიტყვაზე front-ი რო ისწავლოთ, სულ front-end developer-ები იქნებით. იმიტომ რომ მოგვეზრდებათ რაღაც მომენტში. 2-3 წელი რო გავალთ მოგვეზრდებათ. და მაინც back-end-ს ისწავლით ან ამის სხვა ტექნოლოგიას ისწავლით, მაგრამ შეგიძლიათ რომ ეგრეს გააკეთოთ, მარტო front-end-ზე იმუშაოთ ან მარტო back-end-ზე იმუშაოთ. ან შეგიძლიათ თქვენ ორივე იცოდეთ და იყოთ full stack developer-ები.
ანუ ფრონტენდის გააკეთოთ საიტის წინა მხარე, ბექენდის გააკეთოთ საიტის უკანა მხარე, დატაბაზებთან, ანუ მონაცემების სათავსოებთანაც გქონდეთ შეხება და ანუ DevOps-იც თუ იცოდეთ, ცოტა ეგ კარგია. DevOps-ი არის აი ამ ყველაფერს აწყობ, მე რომ გაალაივო, მომხმარებელმა ნახოს. და ნუ იდეაში მობაილ აპლიკაციებიც გადის ამ ყოველივეში და JavaScript-ი ასევე კიდევ ერთი ბენეფიტი ის აქვს, რომ მობაილ აპლიკაციების გაკეთება შეგიძლიათ. რომელშიც დაგეხმარებათ React Native, აი ეს React Native ტექნოლოგია. და ეს React Native ტექნოლოგია დაწერილი არის React-ზე. ანუ თქვენ რომ ისწავლოთ React Native-იან მობაილ აპლიკაციების გაკეთება, უნდა იცოდეთ React-ი. და React-ი რომ იცოდეთ, უნდა იცოდეთ JavaScript-ი, HTML, CSS და DOM-ი. ანუ იგივე გზის გავლა გიწევთ მაინც, რის გავლაც გიწევდათ ვების მიმართულებით. ანუ საიტების მიმართულებით. ანუ თქვენ თუ საიტების გაკეთება შეგიძლიათ ძალიან კარგად, მობაილის კეთებაც უკვე მარტივი იქნება, იმიტომ რომ იგივე სინტაქსზე პროსტ რაღაცები იმატება ზემოდან ცოტათი რა. ყველს კითხავ თუ შეიძლება. კი, გისმენ. ანუ რა განსხვავება მაგალითად ხო წერენ responsive-ითაც პატარა ზომებზე ტელეფონებზე და აი მაგას ვერ მივხვდი ეს native-ი რა შეიძლება მაშინ. ნახე, responsive რაც არის, ეგ მაინც გადის ვების მიმართულებით. ანუ შენ რო საიტს აწყობ მაგ საიტს უამრავი მომხმარებლისთვის. შეიძლება ყავდეს მილიონობით მომხმარებელი. და შენ არ იცი ვის რა ზომის ეკრანი აქვს. ზოგს ლეპტოპი აქვს, ზოგს დესკტოპი აქვს, ზოგს აქვს განიერი ეკრანი, ზოგს პატარა, ზოგს ტაბლეტი აქვს, ზოგი შენ საიტზე ტელეფონით შემოვა და ასე შემდეგ. ანუ საიტს რო აწყობ, ეგ responsive უნდა დაიცვა და ყველა ეკრანისთვის ისე უნდა აწყო, რომ გამოსახულება კარგად ჩანდეს მომხმარებლისთვის. მაგრამ ეგ საიტია მაინც. ანუ საიტს ნახულობს გინდა ტელეფონიდან ნახავს, თუ უნდა ტაბლეტიდან ნახავს, თუ უნდა ლეპტოპიდან, თუ უნდა კომპიუტერიდან. მაგრამ აპლიკაცია კიდე სხვა არის. აპლიკაცია ის ხო არა, რომ შეხო ბრაუზერში და დასერჩა. აპლიკაცია არის, რომ შეხო App Store-ში ან Play Store-ში, Google Play-ში და ჩამოტვირთავ. და ბევრი რამისთვის აპლიკაცია უფრო ხელსაყრელია რა. აი TikTok-ი მაგალითად სიტყვაზე რა. ხო შეგიძლია იდეაში რომ ტელეფონში გახსნა ბრაუზერი და დასერჩო TikTok-ი, მაგრამ მაგას არავინ არ აკეთებს. აპლიკაციას ვიწერთ და იქ შევდივართ. ან Facebook-ზეც შეგიძლია რომ ტელეფონში გახსნა ბრაუზერი და Facebook-ში შეხვიდე საიტიდან. მაგრამ აპლიკაცია მაგისთვის, Instagram-ისთვის აპლიკაცია. ანუ ტელეფონზე როცა ხარ, თუ მაგ პროდუქტს აპლიკაცია აქვს, ჯობია აპლიკაცია ჩაიწერო, უფრო მოსახერხებელია მომხმარებლისთვის. ამიტომ აპლიკაციების კეთებაც საჭიროა თქმა უნდა. დიახ, მადლობა. არაფერს. და ეხლა ეს აპლიკაციებიც უფრო შემოდის ტრენდში. ბევრი პროდუქტი მარტო ვებს არ აკეთებს. როცა საიტს აკეთებენ, ეგრევე აპლიკაციას აყოლებენ. და თუ დაკვირებული ხართ, ბევრი აპლიკაცია ცდილობს, რომ საიტზე არ გადაგიყვანონ, ბრაუზერში არ გადაგიყვანონ. აი მაგალითად, აი Discord-ი მაგალითად, Discord სხვა აპლიკაცია აქვს, Discord-ზე რაღაცა ლინკს გახსნით, განა ბრაუზერში გადაყავხართ. Discord-ზე კიდე სხვა აპლიკაციებს აქვს ჩაშნებული თავიანთი ბრაუზერი და იქვე გტოვებენ აპლიკაციაში, რომ არ გადახვიდეთ სხვაგან. ანუ ეს აპლიკაციებიც ძალიან მოთხოვნადი არის. ესა full stack development-ი, როცა ყველაფრის კეთება შეგიძლიათ. და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს ყოველივე როგორც ბურგერი პატარა, რომ რაღაცა სიტყვა ზევიდან ფრონტი ედება, მერე ბექი მოდის, აქ DevOps-ი გალაივება და გაშვება თქვენი პროდუქტი და ასე შემდეგ. აი როცა ყველაფერი იცით, ეგ უკვე full stack development-ი. და სხვათა შორის, ეგეთი ტენდენცია იხო უკვე მარკეტზე. ბოლო პერიოდში ვაკვირდები, ბოლო პერიოდში რა მარკეტს ვაკვირდები, მაინტერესებს რა და როგორ ხდება ხოლმე. დასაქმების ბაზარზე. და ბევრჯერ შემხვედრია ისეთი ვაკანსია, რომელსაც front-end developer-ი აწერია, მაგრამ back-end-ის სკილებიც optional-ი არის. ანუ კარგია რომ იცოდებო. ანუ იმის თქმა რომ მარტო front-ი უნდა ვიცოდე, ეხლა უფრო ნელა რთულდება, რომ მარტო front-ი აკეთო რაღაც სამსახურში. იქ ეგეც AI-ის გამო ალბათ ხო უფრო? ის ხო AI-ც არის ბევრი რაღაც არის რა. ანუ ზოგადად ის მიზეზი რომ უფრო ნაკლებად მარტივი ხდება სამსახურის მოძიება, ბევრი რამის ბრალი არის. აი მაგალითად კორონას პერიოდში ყველა რო სახლებში იყო ჩაკეტილი, ბევრს მოუნდა ისეთ სამსახურის ზებნა, რომელიც ონლაინ
რომელსაც ონლაინ გააკეთებდა. და ძალიან ბევრი ისწავლა პროგრამირება და ძალიან ბევრი მოაწყდა ამ სფეროს რა. და ადრე რო იყო დაბალი თამასა, რომ სიტყვაზე თუ დუ აპლიკაციას აღაწყობდი 5-6 წლის წინ და შეგეძლო დასაქმება, ეგეთი ამბები მართლა იყო. ეხლა უკვე ეგრე აღარაა. ახლა რო უკვე ბევრი პროგრამისტი თამასა აწეულია. ანუ რასაც გასაუბრებაზე გადიხართ და გთხოვენ, ეგ საჭირო არ არის მთლად, რომ იმათთან იმუშაო, უბრალოდ 200 და 300 აპლიკანტი რო შემოდის, ხო გინდა როგორც გაფილტრო რა, ანუ კომპანიებისიც მესმის ახლა მე უნდა გაფილტრო გორბენ. და თამასაც წევმა ახლა რომ ეგ თამასა ცოტამ გადალახოს, სიტყვაზე 30 კაცმა 300-დან. და მე იმ 30 კაცს გაესაუბრები. და ნუ ხო AI-ც რაღაც როლს თამაშობს კი. მაგ AI-ზეც ვისაუბრებ ბოლოში ზუსტად. გასაგებია, კი ბატონო. ეც კითხოთ რა გიდე. კი გისმენ. ანუ სიტყვაზე ახლა სწავლა რომ დავიწყო, რამდენი ხანი დამჭირდება რომ უშუალოდ დავსაქმე, ან თქვენ რამდენი დაგჭირდათ კიდე. ოკეი, ნახე ეგ მან როგორი თემაა. ზოგადად ეხლა ჩვენთან ეგეთი სისტემა გვაქვს, რომ სამ მენტორი გეხმარება, პირადი მენტორი გეხმარება. ანუ ჩვეულებრივ ტარდება ლექციები, შენ თუ სწრაფი ტემპი გაქვს, შეგვიძლია რომ ლექციებს არ დაეღოწო და ჩანაწერებს უყურო. რომლებიც ასევე გვაქვს, აი ნახე. მოდი Discord-ს გავხსნი, ბარემ განახებთ. ახლა მაგას ვისაუბრეთ. აი, ყველაფერი ჩაწერილი არის უკვე. ეს წინანაკადის ლექციები არის. JavaScript, Front Basic, React, Next.js, აქ Back-ის ლექციებიცაა ცოტა მაღლა. ყველაფერი ჩაწერილი არის. და შეგიძლია შენიტებით გაუყვენ. თუ არ გინდა რომ ელოდო, როდის ჩატარდება ახალი ლექცია Zoom-ში. ამიტომ შემამდენი დროც გაქვს მაგაზე დამოკიდებული. ანუ ასე მე ვერ გეტყვი რამდენ ხანში ისწავლი front-ends და back-ends ერთად. დამოკიდებულია რამდენ დროს ვთმობ, დამოკიდებულია რამდენად პროდუქტიული ხარ მაგ მეცნიერის პროცესში და დამოკიდებულია რამდენ მარტივად ითვისებ. მაგრამ თვითონ ეს full stack-ის სილაბუსი გათვლილი გვაქვს 14 თვეზე. თვითონ სელექციო მასალა რა, მაგრამ ეხლა front-ზე მაგალითად, აი მარტო front-ზე. ეხლა full stack-ს ერთიანად ეხლა ლანჩავთ, მაგრამ front-ზე ვინც ყავდა, ზოგი სწავლობდა 6 თვეში, ზოგი წელიწადზე მეცნიერებდა, ვინც მუშაობდა ნაკლები დრო ჰქონდა, ზოგი ისე ზოგიას. გააჩნია რა და დასაქმებაზეც გეტყვი ეხლა. დასაქმებაზეც ვერავინ ვერ გეტყვის რამდენ ხანში დასაქმდები. ეხლა ჩემი მაგალითად რო გითხრა, ჩემი სტუდენტების მაგალითიდან ზოგი ყოფილა რომ 3 კურსს დაამთავრებდა, მანამდე დასაქმდა, იმიტომ რომ კაი ტემპი ჰქონდა, კარგი ვითარდებოდა და დიდ დროს უთმობდა. ზოგი ყოფილა რომ კურსი დამთავრდა, გავიდა თავის ვითარდებოდა და 3 თვეში მომწერა რომ აი დავიწყე მუშაობა სიტყვაზე რა. ზოგი არის რომ კურსი მომთავრდა, მეგრევე ეძებს სამსახურს. ანუ ეგ სამსახურის თემა ისეთია რომ შეიძლება კარგად იცოდე ფრონტი, ბექი მაგალითად, მაგრამ ეგრევე ვერ დასაქმდე. დაგჭირდეს რამდენიმე თვე, 2-3 თვე. შეიძლება ეგრევე დასაქმდე. ეგ არავინ არ იცის. მოდ ყოველ დღე უნდა იცადო, ყოველ დღე უნდა ეჯდე და ვაკანსიებზე აგზავნო, ისეთ თემებში თუ აგზავნო, სადაც ვაკანსია არ დევს და უნდა მიწერო პირადად, იმიტომ რომ ეხლა ბევრი არ დებს საერთოდ ვაკანსიას. ურჩევნებთ რომ ვიღაც ნაცნობი აიყვანონ, რომ არ გაიარონ ეგ დიდი პროცესი გასაუბრების და 300 აპლიკაციას რო არ გაესწავლონ ცალ-ცალკე. მაგას ასე ვერ ვიტყვი. ჩემ შემთხვევაში რომ მკითხე ჩემზე, მე პირველ პროექტზე ჩავერთე 6-7 თვის შემდეგ. ანუ რაც სწავლა დავიწყე სისტემატიურად. აი მართლა რო ვეჯექი. ოღონდ მე ისე ვეჯექი, ანუ დღეში მინიმუმ 8 საათი ვეჯექი პირველი 2 თვე. და მერე 5-6 საათი მინიმუმ. დაახლოებით 6-7 თვეში ჩავერთე პირველ პროექტში. მაგრამ ყველაზე ინდივიდუალურია. ზოგი უფრო მალე ახერხებს, მაგრამ რთულია, ეხლა დღევანდელობით ბევრი ამბობს ინტერნეტში ხდება ხოლმე რა, სკროლისას, რომ აი 3 თვეში ისწავლე დასაქმდი, ან 6 თვეში ისწავლე დასაქმდი. 6 თვეში დასაქმება ხა დღევანდელ რეალობაში მარტივი არაა. ანუ მართლა ძალიან ბევრი უნდა ისწავლო და ძალიან მალე უნდა იგებდე ახალ მასალას. შესაძლებელია, მაგრამ ის რთულია რა, აი 3 თვეში ვერ დასაქმდები. აი ძალიან ისეთია მინიმალურია ეგ მაგის შანსები. მაგრამ საშუალოდ ალბათ 1 წელი მინიმუმ ივარაუდო, საშუალოდ. ყველა სტუდენტები რომლებიც ძალიან მალე დასაქმებულან. ზოგი შემოსულა 3 თვეში უშუალოა პროექტი, ოღონდ რაღაცები იცოდა თავის, რაღაცებს დაეხმარა და მე უშუალოა რა. მაგრამ საშუალოდ ალბათ 1 წელი მინიმუმ. თუმცა ეგ მოლოდინები არ გქონდეთ, გირჩევთ, რომ აი ახლა დავიწყებ სწავლას და 1 წელში უეჭველი მექნება სამსახური, იმიტომ რომ 1 წელი რო გავა და სამსახური რო ვერ იშოვა სიტყვაზე რა, мотивация დაგივარდებათ. ამიტომ პროსტა
გავუყევით და ისწავლეთ ეცადეთ რომ ინტერესის გამო, ანუ მარტო ფულის გამო არ დაიწყოთ ამ პროფესიის სწავლა. ჩემი რჩევა იქნება თქვენ ისე გააკეთეთ როგორც გინდათ, მაგრამ მე ეგრე მგონია რომ ვიღაცამ რომ დაიწყოს მარტო ფულის გამო ეს პროფესია, იმიტომ კაյանზღაურება აქვს რა ამ პროფესიას. რაღაც მომენტში თუ ვერ მიაღწია თავის დასახულს მიზანს, აი ერთ წელიწადში მაგალითად, მეორე დაკარგავს мотивациას, იმიტომ რომ მარტო ფული აინტერესებს და ფული არ აქვს. ამიტომ ეცადეთ რომ ინტერესიც ფულის мотивაციით პროგრამისტი ვერ დადგები, ფაქტია და გადახარშულია. ხო, აი მერე უკვე, ანუ თქვენ რო დასაქმდებით, მერე ან ფული ყოველთვის мотивация რაღაც ხრივ. იმიტომ რომ მე პირადად ჩემ თავზე ვისაუბრე, სხვაზე არა. მე რო ვიცოდე რომ ეხლა ამ სფეროთი სიტყვაზე თვეში 500 ლარზე მე ვერ ვიშოვი მაგალითად რა. ამას თავს დავანებებ. ან ჩემთვის გავაკეთებ რაღაცა სტარტაპს ან ბიზნესს. მაგალითად, მაგრამ მე რო თავიდან დავიწყე, კი ვიცოდი რომ მაღალანაზღაურებადი იყო ზოგადად, მაგრამ მე არავინ მეგობარი არ მყოლია რომ მეკითხა აბა რამდენი გაქვს შემოსა რაღაც ეგეთი. აი მართლა მაინტერესებდა. ო, არა, მე ხლა შენ გაქვს ბაკაპი გაქვს, შენ და საკმარისი ბაკაპი გაქვს. რო სხვა სტეიჯზე გადახვიდე, გაიგე და ხალხს ვისაც არანაირი ბაკაპი არ აქვს და ფიქრობს რომ ეს მაგარია პროგრამირება, მაღალი ხელფასები აქვს ტიპებს, ხო, ანუ ესეთი მიდგომით დარწმუნებული ვარ 99.999%-ით რომ ვერასოდეს ვერ გახდება პროგრამისტი, რა ვიცი. ესე არის საერთოდ ხშირად. კი. იმიტომ რომ ინტერესი სულ გრძელდება. ანუ ეს საქმე უნდა მოგწონდეს და უნდა გიყვარდეს და არ უნდა გეზარებოდეს რა. ეს არის მე მგონი თავი რომ მიხვიდე საბოლოო ჯამამდე და სამუშაო თვითონ გამოჩნდება. კი. ანუ როცა უკვე გაქვს ცოდნა, ხო, რამდენიმე ენის და გარშემო მთელი ინფრასტრუქტურის, ხო, წარმოდგენა, როგორ ამუშავებს და ერკვევი, ხო? სამუშაოს თვითონ გიპოვნიან. აჰა. ზუსტად. და მანდაც ანუ სამსახურზე კიდევ ვამატებ, სწორად თქვა, ეხლა ისე შენი სახელი სახელი არ გაწერია მგონი. ვერ ხედავ. ჰანს ლანდა. ჰანს ლანდა, ოკეი. სწორად თქვა, რომ ანუ სწავლას რომ მორჩებით ყოველდღე უნდა ეждეთ მარკეს და უნდა აგზავნოთ CV-ები. ბევრს მიწერა რომ თან რაღაც სოციალებში ეძებოთ კომპანიები და შესაძლოა რომ საიტს არ გიწყობ. ესა და ეს საუბრის გამოსვლება მაქვს და აი, მოდი 100 მომეცი, უნდა ჭყალებში იჩალიჩოთ. და ორი თვე იქნება, ერთი კვირა იქნება, სამი თვე იქნება, უეჭველი რაღაც გამოჩნდება. აი, მე იმის გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ყველაფერს რა გააკეთეთ და თქვენი თავის მაქსიმუმი ჩადით ამ სფეროში, მარტო მაშინ რა ცხოვრება ეგეთია, რომ თქვენი თავის მაქსიმუმს თუ ჩადებთ, ყველაფერი გამოგივათ. აბსოლუტურად. ესეც გამოვა უეჭველი. და ერთი კითხვა მაქვს და აი პირობითად პროგრამირებას ბერძნებს შენია რომ მაგალითად ცნობილი ტიპები ვინებიც არიან მაგალითად ჯეკმა, ჯენსენ ჰუანგი ან ეგეთი ტექნოლოგიის მონსტრები ვინებიც არიან მაგალითად მაგათმა პროგრამირებით დაიწყეს და ნუ მოკლედ ზევდა უფრო მაღალი ხალხი გახდნენ რა თავიანთი იმებით და პროგრამირება შეიძლება გამოიყენო ისე რომ მე თან საკუთარი ბიზნესი დაიწყო ან სტარტაპი სიტუაციაზე. კი, როგორ არა. კი, ანუ ჩემი აზრით პროგრამირება, development არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პროფესია, იმიტომ რომ ზოგი სტუდენტი მე მყოლია, რომელსაც პროგრამირების დაწყება არ უნდა საერთოდ. უბრალოდ უნდა თავისთვის რაღაცებს კეთება. და თქვენი პროგრამირება იცით ეს ფრონტი, ბექი, როგორ გაუშვათ საიტები და ყველაფერი თუ იცით, შეგიძლიათ ანუ სამსახური არც იყოს თქვენი მიზანი, ანუ ზოგს ეს მიზანი აქვს, ზოგს ის მიზანი აქვს რა. შეგიძლიათ რაღაცა სტარტაპი ააწყოთ მაგალითად. ეხლა მეც მაგალითად თქვენი კომპანია ჩამოაყალიბოთ ელემენტარულად. ზუსტად. ეს ყველაფერი თუ იცი ვის რა თქმა უნდა ვინმეზე რომ იმუშაო, შენ თვითონ დაარეგისტრირე კომპანია, გააკეთე ვებსაიტი, დაარეკლამე სოციალურ ქსელებში და უკვე ყავს კლიენტები. კი, ანუ მაგას კიდევ უფრო მეტი კი, უფრო მეტი წვალება უნდა უბრალოდ მაგას. იმიტომ ყველაფერს კეთება გიწევს, მარტო კოდის არ გიწევს მარკეტინგი, ნეტვორკინგი და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა გოლდი კარგია შა. ნუ აიყვან ჯუნიორ მეგობრებს, აიყვან ჯუნიორ დეველოპერებს ვაფშე პატარა. ფულის გადახდა არ გიწევს, ანუ რო სტარტაპს აკეთებ, ფული ხო არ აქვს. ანუ ბევრი ფული გქონდეს, რავი, რა სტარტაპს აკეთებ, დაიქირავ შეხები და სხვა გაკეთებენ რა, მაგრამ როცა ფული არ აქვს, შენ უნდა გაკეთე ყველაფერი. და აი ყველაფერი ლიჟბი იდეა გქონდეს, ბოდიში ჟარგონისთვის, ლიჟბი იდეა გქონდეს და ყველაფერს გააკეთებ. ეხლა მეც თან მუშაობ, თან მენტორობ, თან სტარტაპზეც მუშაობ, ეხლა ჩემი სტარტაპიც მაგ და იმაზეც მუშაობ. რაც გინდა ის გააკეთე პროგრამირება იცი. მადლობა. არაფერს.
ერთი ოკეი. შეკითხვა კიდე რა. ხო, გისმენ. ანუ დაუშვათ სამსახურში ამიყვანეს ან ზოგადად ეს პროგრამირები, დამწყები პროგრამირები ჯუნიორებზე მაქვს საუბარი, რა დავალებებს ხებულობენ სამსახურში, ან მთელი დღე კოდს წერენ თუ როგორ ხდება? რა კოდი უნდა დაწერო? ბექი თუ ფრონტი თუ როგორ არის? გააჩნია რისი დეველოპერი ხარ შენ. შენ თუ ფრონტენდის დეველოპერი ხარ და ფრონტენდს დაიწყე მუშაობა, ფრონტენდს მოხსენებენ. თუ ბექზე მიხვედი, ბექს მოხსენებენ. თუ ფულსტაკზე მიხვედი, ან და ფულსტაკს მთელი დღე მოხსენებენ. ახალ საიტებს აწყობენ თუ როგორ? ახალ საიტებს არ აწყობენ. აი, ეგეც გააჩნია რა კომპანიაში იწყე მუშაობას. შენ თუ დაიწყე მუშაობა software development software იმაში, ისეთ კომპანიებში, რომლებიც ცდილობენ რომ სხვა კომპანიებს აუწყონ საიტები, ანუ სერვისი აქვთ რომ სხვებს შესთავაზოთ საიტების აწყობა. მაგ მომენტში ბევრ საიტზე მოგიწევს მუშაობა. მაგრამ თუ რაღაც დიდ კომპანიაში დაიწყე მუშაობა, იქ აქვთ რაღაც ძირითადად ერთი პროდუქტი და იმ პროდუქტის გარშემო შეიძლება გქონდეს რამდენიმე პროექტი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ერთიანობაში იკრება სისტემა. ან მარტო ერთ სისტემაზე მუშაობ. მაგრამ სულ კოდის წერა ხა არ გიწევს ყოველ დღე. რაღაცა გასაუბრებიც იქნება, ქოლებიც იქნება, შეხვედრებიც იქნება, პროგრესის გაზრდებას, სულ კოდს არ წერ. პროგრამის სულ კოდს არ წერ, სხვა სკილები ჭირდება რომ გამოიყენოს კიდე დამატებით. კიდე ერთი შეკითხვა მაქვს მე. აჰა. ეს არა, აი მაგალითად რა პროგრამირების რომელ განხრებს, ან რომელ მხარეს ჭირდება ძლიერი ან თუნდაც საშუალო დონის მათემატიკა სიტუაცია. ეგ კაი კითხვაა. არც ფრონტს და არც ბექენდს მათემატიკა არ ჭირდება. ტექნიკური მხარე. ნუ ეხა უბრალოდ ჭირდება ლოგიკური აზროვნება. მათემატიკას კაი ის აქ ეხა მე პირადად მათემატიკაში ძლიერ ვიყავი და იქ რაღაც ლოგიკური აზროვნება ჩამოვიყალიბდი და პროგრამირება მარტივად ვისწავლე. მაგრამ ჰუმანური ტიპები სწავლობენ პროგრამირებას. ანუ აქ პროგრამირებაშივე შეიძლება მაგუნარის გამომუშავება. ანუ აქ არ ჭირდება მათემატიკა, მაგრამ აი მაგალითად AI-ში გჭირდება. რაღაცა ხელოვნური ინტელექტს რო წერ, იქ მათემატიკა უნდა გესმოდის, ვექტორები და რაღაც ეგეთი თემები. შეიძლება დაგჭირდეს მათემატიკა თამაშების დეველოპმენტში. თუ მარტივ რაღაცებს აწყობა არ გჭირდება, მაგრამ სიტყვაზე რა, მაგალითის ვიზახი, წერ თამაშს, სადაც არის მთავარი პერსონაჟი და ისვრის ისარს. ის არის რა ტრაექტორით წავა, უნდა გესმოდეს ფიზიკა სინუსები, ხო, ფიზიკას უნდა იცოდე, თან უნდა იცოდე რაღაც სამკუთხედების სინუსები, კოსინუსები და ეგეთი თემები უნდა გესმოდეს. ანუ ინჟინერიაში სულ გინდა ეგ, ანუ თუ ინჟინერიის სფეროში ხარ და პროგრამირებას ხარ, სულ გინდა, სულ ჭირდება ფიზიკაც და მათემატიკაც. ფრონტში და ბექში არ ჭირდება. ხო, არა, ფრონტ-ენდში არა, მაგრამ სერიოზულ კომპანიებზე ვიძახით. ხო, აი AI-ს თუ აკეთებ თამაშებს, ძალიან დიდ თამაშებს, მანდ უეჭველებს ჭირდება მათემატიკას, ფიზიკას. ანუ AI მათემატიკის გარეშე ვერ აწყობთ. კრიპტოგრაფია და ასე შემდეგ, ანუ ყველგან მათემატიკაა. ნახე AI-ს ააწყობ მათემატიკის გარეშე, მაგრამ რაღაცა თულები უნდა გამოიყენო. გამშენ თუ რაღაც სერიოზულად აწყობა გინდა, custom-ის აწყობა გინდა. რო ეგეთი რაღაცა ხელსაწყო არ არსებობს, შენ თუ უნდა აწყო რა ყველაფერი აბსოლუტურად მათემატიკა გჭირდება უეჭველი მანდ. მაგრამ ძალიან მარტივი ის აწყობა მათემატიკის გარეშე შეიძლება. ბევრ რაღაც ბიბლიოთეკას გამოიყენებ და ეგაა, მაგრამ ზოგადად მაინც მაგ სფეროებში. გასაგებია, მადლობა. არაფერს. და ეს ფრონტი და ბექი რო კავშირდება ერთმანეთთან, ანუ full stack-ი გამოდის და ნახეთ როგორ, ანუ front-end-ი, back-end API და database გვაქვს. ეს API არის application programming interface. ანუ ჩათვალეთ API არის შუა ლეიერი, რომელიც ცვლის ინფორმაციას front-end-სა და ბაზას შორის, back-end შორის. ანუ ამ API-ს წამოაქვს ბაზიდან ინფორმაცია და მეაქვს front-ში. და ამ API-ს წერს back-end developer-ი. ეს API იგივე არის მიმტანი. აი, შედარება რომ გავატენოთ, გავაკეთოთ, შედიხართ რესტორანში. მოდის მიმტანი, უკვეთავთ. მიმტანი მიდის შეფთან. შეფი ატანს კერტს და მოვუხთ თქვენთან მერე, ხო? მიმტანს. იგივეა API-ც. და როცა ეს user, ანუ კლიენტი აწვდის იძლევა request-ს და მოთხოვნას. ეს API ან მიმტანის როლში ვინც არის, მიაკითხავს რაღაც სხვა აპლიკაციას ან database-ს, წამოიღებს ინფორმაციას და ისე უკან დაუბრუნებს response-ის, ანუ პასუხის სახით მომხმარებელს და გამოუსახავს იმ ინფორმაციას, რაც მოითხოვა user-მა. ეს არის API, როგორც რესტორანში მუშაობს. მიმტანი ისა API ახდენს ინფორმაციის მიუცვლელს front-სა და back შორის. ეხლა მოდით შეავზის გადავიდეთ. რაც ანუ ზოგადად გამოგადგათ პროგრამირებაში, არ მარტო full stack-ში. და პირველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის, რომ არ ისწავლოთ JavaScript-ი, Python-ი ან სხვა ტექნოლოგია და ენა ისწავლოთ როგორ უნდა ისწავლო. და რატო არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? ჩვენთან
ალგომში ეგეთი მიდგომა აქვს მენტორებს და მეც ეგეთი მიდგომა აქვს, რომ სტუდენტი რო სამენტორო შემოდის და ერთ-ერთზე რო ეხმარები. მაინც და მაინც მთლად ყოველთვის არ ეუბნები ეგრევე პასუხს, რა როგორ ამოიხსნება ან რაშია პრობლემა. ზოგჯერ უხსნი ლოგიკურად როგორ მუშაობს, ზოგჯერ მინიშნებას ვაძლევ, ზოგჯერ ეუბნები რომ დასერჩოს, ზოგჯერ ეუბნები რომ როგორ უნდა დასერჩოს და ცოტა ვაწოლებ ხოლმე რომ ისწავლოს დამოუკიდებლად თუ როგორ უნდა ისწავლოს. ანუ ჩემთვის უფრო დიდი წარმატება ის იქნება, რომ სტუდენტი 3-4 თვეში გავა ჩემგან, მაგალითად, და თავის გაგრძელებს უკვე სწავლას. ანუ არა აუცილებელი რომ მაინც და მაინც ეს კურსი მთლიანად გაიაროთ თავი ბოლომდე. თქვენ თუ ადგებით და რაც 4-5 თვე გაივლით მაგალითისთვის, შეიძლება ზოგს დაჭრეს, ზოგს ნაკლები და მიხვდებით რომ ერთი კვირა უკვე მენტორი აღარ ჭირდებათ და თქვენითაც აგვარეთ პრობლემებს. მაშინ შეგიძლიათ გახვიდეთ და ფული აღარ იხაროთ ტყუილად. ეს უნდა იყოს თქვენი ყველაზე დიდი მიზანი. ანუ ჩემი მიზანი არაა რომ გასწავლოთ JavaScript-ი ან React-ი რამე, ეგ არ მაინტერესებს მე. მე მინდა რომ გასწავლოთ როგორ უნდა გახდეთ დამოუკიდებლები. და მაგისთვის ვიყენებ ამ ტექნოლოგიებს, JavaScript-ს, React-ს და ასე შემდეგ. ამიტომ მაგაზე იყავთ კონცენტრირებული, რომ რაც შეიძლება მალე გახდეთ დამოუკიდებლები, იმიტომ რომ ყოველთვის მენტორი არ გიყოლებათ. ნუ ეხლა სამსახურში დაიწყოთ მუშაობას გუნდში, რომ იქნებით და ვიღაც სენიორი გიყოლებათ, ის დაგეხმარებათ, რა თქმა უნდა, რაღაც გასაჭირში შემოგეშველებათ, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მაინც ყოველ დღე იმას ვერ მიხვალ და ვერ ვიტყვით ეს პრობლემა როგორ უნდა დავფიქსო. თქვენთმა შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამის მოძიება და პრობლემის გადაჭრა. ამიტომ ამ სკილის ბრჭყალებში ამოღამება ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დამოუკიდებლად განვითარდეთ და ისწავლოთ როგორ უნდა ისწავლოთ. შემდეგი რჩევა არის ბევრი შრომე და იწვალე პროგრამირების სწავლა მარტივი არა. დარწმუნებული ვარ ბევრი შეგვიძლიათ ინტერნეტში და მეც ხდება ძალიან ხშირად რომ გეძმაო პროგრამირება მარტივია 3 თვეში ისწავლი რაღაც basic-ებს ან 6 თვეში ადგებით ეგრევე გლობალს დაიწყე მუშაობას. ეგრე არა. ანუ 6 თვეში შეიძლება დასაქმდე. მარტივი არა რთულია, მაგრამ 3 თვე გამორიცხეთ. 6 თვეს ძალიან რთულია დასაქმე 6 თვეში. მაგრამ პროგრამირება მარტივი არაა ნახდათ. ანუ საკმაოდ რთულია, კომპლექსურია თავიდან მით უმეტეს. ეხლა ჩემთვის მაგალითად პროგრამირება ძალიან რთული არა, იმიტომ რომ ბევრი სირთულე უკვე გამოვიარე. და თუ რაღაც ახალ ეტაპზე გადავალ და ახალი რაღაც სწავლა მიწევს, იქაც სირთულეები შეხვდება, რა თქმა უნდა, ყოველდღე ხდება. მაგრამ მიჩვეული ვარ და ის მაქვს გააზრებული, რომ ესაა ჩემი საქმე, რაღაც სირთულე არის, რაღაცა პრობლემა არის და მე უნდა გადავჭრა და დავფიქსო, ხო? მეტი არაფერი, მაგრამ მარტივი არაა ნახდათ. ვის გამოც პროგრამირება მარტივი, უბრალოდ გატყუებთ. და 3 თვეში ისწავლით, ეგრე არ ხდება. თან დღევანდელობაში ტექნოლოგიები ვითარდება, ძალიან ბევრი რაღაც არის შექმნილი, ბევრი ტექნოლოგია, ბევრი კონკურენცია არის, ძალიან ნაწილად თამასა, ამიტომ რთული არის რომ სხვაზე უკეთესი იყოთ და თქვენი თავი წარმოაჩინოთ და თქვენ უფრო მეტი ყურადღება მოგაქციონ. სხვათა შედარებით, ამიტომ მარტივი სულაც არა პროგრამირება. მოითხოვს ბევრ შრომას, მოითხოვს იმას რომ რაღაცა დათმოთ, თუ წარმატების მიღწევა გინდათ პროგრამირებაში კი არა, ცხოვრებაში რაღაცა უნდა დათმოთ. მე მაგალითად ბევრი რამე დავუთმე. რო სიტყვაზე პირველი 2 თვე სახლიდან არ გავდიოდი, მეგობრებს, კურსელებს, კლასელებს, მაგაცებს არ ვნახულობდი, ოჯახის წევრებს იშვიათად ვნახულობდი ხოლმე. და ბევრი რამის დათმობა მომიწია, მაგრამ ამას შედეგი გამოიღო. და დღევანდელი დღიდან რო უყურებ ჩემ თავს, რამდენიმე წლის წინ როგორც ვიყავი, იგივეს გავაკეთებდი ეხლაც რო უყურებ, იმიტომ რომ თითოეულმა უარმა იმაზე რომ რაღაცა გართობაზე ხელი ჩამექნია, თავის შედეგი გამოიღო. რომ ჩემ თავს დავახარჯე ეგრე და გამვითარდი. ამიტომ თქვენს რაღაც უნდა დათმოთ. და ბევრი უნდა იშრომოთ ყოველ დღე. თუ დრო არ გაქვთ, ნუ გასაგებია, მაგრამ დღეში 1 საათი მაინც რომ დავუთმოთ, კარგი იქნება. ოღონდ იმაზე არ ვამბობ, რომ მე შემდეგს გადავალ მაგის თემას ზუსტად. იმუშავა შენ თავზე ყოველ დღე და გამომიმუშავა დისციპლინა. ეს ხო შემდეგი სლაიდის თემა და ბარემ ამაზე ვსაუბრობდი და ბარემ სლაიდსაც გაჩვენებთ. დღეში 9 საათი 1 საათი რომ მეცადინოთ რაღაც დროის პერიოდში, მოკლე პერიოდში, ნუ არ აუშავს. თავი არის ყოველ დღე მეცადინოთ. თუ ერთი დღე ჩაგერთ, ნუ არ აუშავს, მაგრამ 2 კვირა და 3 კვირა არ ჩაგერთ, იმიტომ რომ თავიდან ძალიან მალე იცით დავიწყება. თავი არის დისციპლინა. რო ადგე და თქვა, რომ აი ყოველ დღე ამდე საათს გამოყოფ, რომ პროგრამირებას დავუთმო დრო. და რაღაც მხრივ პრიორიტეტებში უნდა აიწიოს მაღლა პროგრამირება თქვენ ცხოვრებაში, რომ მომავალში long-term-ში წარმატებას მიაღწიოთ. თუ დღეში 8 საათს უთმობთ, უფრო მალე წაიწევით, თუ დღეში 3 საათს უთმობთ, უფრო ნელა წაიწევით. ანუ რა თქმა უნდა, ეგ ყველამ იცით, ხო? მაგრამ ისე რომ აი 1-2 წელი დღეში 9 საათს უთმობდეთ, ან 1 საათს უთმობდეთ, ნუ მარტივი არაა. რთული იქნება ეგრე სამსახურის მოძიება და წარმატების
წარმატების მიღწევა, იმიტომ რომ თქვენ რო დღეში 9 საათს უთმობთ, თქვენი მეზობელი რომელიც 4 საათს უთმობს და იმას აიყვანებთ თქვენ არა. ამიტომ ნუ გასაგები ხა ადამიანები ვართ, რაღაც საქმეები გვაქვს და შეიძლება რომ რაღაცა პერიოდი 1 თვე ან 2 კვირა ან 2 თვე დღეში 1 საათი ეჯდეთ, მაგრამ სულ არ უნდა გაგრძელდეს ეს პერიოდი. დღეში 3-4 საათი კარგია თუ დაუთმოთ რა, რო დაუთმოთ. ამიტომ დისციპლინა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა мотиваცია. ამასაც შეიძლება გავაკეთებ. мотиваცია შეიძლება გქონდეთ კვირაში 2-ჯერ, მაგრამ დანარჩენ კვირაში რაც დაშეიძლება 5 დღე ხო არ დაისვენებთ, ხო? და დისციპლინა გრძელდება წლები. სამუდამოდ. უბრალოდ თავიდან არ ვთვლოდ რომ გამოიმუშავოთ ეს დისციპლინა. მე მიყვება ჩვეულებრივად. იპოვა კომუნიტი და მენტორი და მენტორის როლი. მარტო სწავლა მთლად მარტივი არა, მე პირადად მენტორი არ მყოლია. ყველაფერს ვისწავლე ჩემთვის სწავლე და ძალიან ბევრი რამე გამიჭირდა, ბევრი დავკარგე პატარა პრობლემებს. ყოფილი ვარ პატარა ხარვეზი მქონია და 2-3 დღე გამიხარჯოს მაგაზე, როცა მენტორი მყოლოდა, ვიკითხავდი და 5 წუთში გამასწორებინებდა და ამიხსნიდა საბუთლიანად. რათა ჩემი პირველი კოდი რო დავწერე, HTML-ის რაღაც 10 ხაზი. რომელსაც ისწავლის HTML-ის პირველი ლექციაზე, უმარტივესი არის, აი ძალიან მარტივია. უბრალოდ მე რო ვერ გავიგე, 1 წელი აღარ გავკარებიულ ვებ-სოფში არ შევხები რომ და მე თამაშების აკეთება დავიწყე 1 წლის მერე. და იმ მაგროს რომ მენტორი მყოლოდა, ბევრჯერ მიფიქრე ეგ რომ აი მეტყოდა რომ აი თემოდი არ დანებდე, აღიხსნი, ამიხსნა გავიგებდი და ისო გავაგრძელებდი და იმ 1 წელს არ დავკარგავდი. ეხლა უფრო მაღალ დონეზე ვიქნებოდი, ხო? 1 წლით უფრო მეტი გამოსვლები მექნებოდა და ბევრ რამეს ვისწავლე ამ 1 წელში. ამიტომ მენტორის როლი სათქმე უნდა მნიშვნელოვანი არის. ანუ მარტო შეიძლება სწავლა რთულია, მაგრამ რთულია რა, თუმცა შეიძლება. ჩემი მაგალითიდან. მაგრამ მენტორი როცა ყავთ, ბევრ რამეში გეხმარებათ, გაუგებარ საკითხებს გიხსნით, დროს გაზოგინებთ და ასე შემდეგ. ეხლა მე მაგალითად როცა ვიღაცას მუშაობს რა, ეხლა სკოლის მოსწავლე სტუდენტი კიდე შეიძლება მე სტუდენტი ვიყავი, როცა დავიწყე სერიოზულად სწავლა და ბევრი დრო მქონდა ძალიან. აი დღეში 8 საათს უთმობდი მინიმუმ და აი რო ვიღვიძებდი და ლეპტოპში შდებოდი, 3 წლის დრო არ იყო და არ თამაშენებოდი და აღარ ვიზინებდი ხოლმე. მაგრამ ეხლა მეც მაგალითად სხვა სფეროში შესწავლაც მიცდია ინტერესის გამო. სადაც ისევ ლეპტოპში შეიძლება კეთება და ამიღია სამენტორო პაკეტი, იმიტომ რომ ნუ ბევრი დრო არ მაქვს და მირჩენ ვიღაცამ უცბად ამიხსნას, ინფორმაცია რომ მოიძიოს თვითონ და ამიხსნას, ეგ მირჩენ ვიდრე მე მოვიძიო და რაღაც არასწორად დავიწყო. და მენტორი როცა ყავთ, ეგრევე სწორ გზას გიჩვენებს. მე თავიდან ძალიან ბევრ რამეს არასწორად ვაკეთებდი და მეგონა სწორად ვაკეთებდი და აიგა მენტორის როლიც რომ ეგრევე გეტყვის რომ ეს არასწორია და მოდი ასე წადი და გაზოგინებს თვეებს თუ არა წლებს. და ასე კომუნიტის როლიც მნიშვნელოვანია და აქ დისკორდზე ყავს კომუნიტიც, ანუ არა მარტო არა აუცილებელი რომ მაინც და მაინც რამე ნაყიდი გქონდეთ. ისედაც რაღაც არხები ისედაც გახსნილი გექნებათ, აი მაგალითად off-topic-ი, setup show-off-ი, programming, gaming, BM და ასე შემდეგ და ნუ ხალხს აქ კომუნიკაცია, ვინც არ არიან სტუდენტები ან ვინც იყვნენ ჩვენი სტუდენტები და სამსახური დაიძლეს და ისინი შეებს იძლევიან ხოლმე და ეკითხებიან სხვები, როგორ მიაღწიეს წარმატებას, ბევრი არხი არის. მაგრამ ნუ თუ შეიძენთ რომელიმე პაკეტს, აი ამდენი არხიც გამოგიჩნდებათ უფრო ბევრი რა და კომუნიკაცია შეგეძლებათ სხვა სტუდენტებთან. და აქ ჩვენი კომუნიტი ისე ვართ რომ ანუ ყველას თქვენარი პრობლემა აქვს. ყველა ეხლა იწყებს სწავლის პროცესშია და თქვენ რა გზას ეხლა გადიხართ, მეც გავიარე ადრე ყველა მეტრომა გაიარა და ყველა სტუდენტი ახლა გადის. ანუ ყველას აქვს იგივე პრობლემა რაც თქვენ. ანუ საერთო პრობლემები აქვს და საერთო მიზნები გაქვთ. და ეგ ძალიან მაგარია. როცა სხვას ხედავ რომ სწავლობს, აი თქვენს მოგინდებათ რომ ისწავლოთ, იმიტომ რომ სხვას ერთად გამithardეთ. და აქ სამენტოროშიც, ნუ მენტორები ყოველდღე ვცდილობთ რომ აი ერთ-ერთზე დავეხმაროთ სტუდენტებს, რაღაც თუ გაუჭირდებათ და უეჭველი გაუჭირდებათ, იმიტომ რომ ყველას უჭირს თავიდან, მეც მიჭირდა ძალიან. ერთ-ერთზე ვეხმარებით და დროს ვაზოგინებთ და სწორ მიმართულებას ვაძლევთ ხოლმე. ეხლა რაც შეეხება მარცხს. სწავლის პროცესში ბევრი რამე არ გამოგივა, მაგრამ არ დანებდა. მარცხი ცოტა ისეთი სიტყვა ჩემი თვალსაზრისით და ხედვით მარცხი არ არსებობს საერთოდ. ან წარმატებას აღწევ, ან სწავლობ. და ეს მარცხიც ზუსტად პროგრამირებაში არის სწავლა ზუსტად და ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ. სიტყვაზე თქვენ თუ რაღაც 20 კასობრო გაიარდე ყველგან უარი გითხრეს, 21-ში შეიძლება კი გითხრათ. და აგიყვანო. უნდა ჩათვალოთ, ეგრე უყუროთ ჯობია რომ რომელიღაც კომპანია გეძებთ თქვენ. აი ვინც ახლა მიყურეთ, აი თქვენ გეძებთ რა, მარტო.
კონკრეტულად თქვენ. და დანარჩენი უარი გეხმარებათ რომ განვითარდეთ, იმიტომ რომ იმ კომპანიაში აგიყვანოთ. ეგ უარი და ყველა გასაუბრებას ჩაჭრა იმაში გეხმარებათ რომ თქვენი სუსტი წერტილები ამოვასოთ და უფრო განვითარდეთ. და მარტო გასაუბრებაზე და job searching-ზე და ეგეთებზე არა სამსახურის ძიებაზე. მარცხერი ყოველდღიურად პროგრამირებაში უცებ რამე არ გესმის. მაგრამ უნდა გაიაზროთ რომ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი და საქმე ეგ არის რომ რაღაცები არ გვესმის, რაღაცები არ ვიცით, პრობლემატურია, ბუნდოვანია და ჩვენ უნდა გავარკვიოთ და გადავჭრათ. პრობლემა გვაქვს და უნდა გადავჭრათ. მორჩა, მეტი არაფერი არა ჩვენი საქმე. ძალიან ზოგადად რომ თქვა რა. ამიტომ მარცხს არ უნდა შეგეშინდეთ, იმიტომ რომ თუ მარცხს შეგეშინდებათ ან იმას ფიქრობთ რომ აი აქ მე რა მინდა და არა მიყვანი და მოდი არ ვწდი, ეგრე აზრი არ ექნება რა, არ უნდა გეშინდეთ მარცხს. და ყოველთვის უნდა გარისკოთ, იმიტომ რომ არაფერს არ კარგავთ. ეხლა მეც მაგალითად ერთი პერიოდი მქონდა ჩემს ცხოვრებაში, ვიფიქრე, მოდი პროგრამირებას თავს დავანებებ მეთქი. საერთოდ არ მინდა, ძალიან დისტრესში ვიყავი, წნეხში ვიყავი, აი ღამეებს 8 თემებდი უკვე აღარ შემეძლო. და მოდი ბარი კურიერი გავხდები მეთქი. მაგროს კურიერი ვიყავი, 18 შეგვარს გავხდი, ეგრე კურიერმა დავიწყე, ჩემი ჯიბის ფული მქონდა და თან მერე რამდენიმე თვეში დავიწყე პროგრამირების სწავლა უკვე სერიოზულად. და დღევანდელი გამოსახედა რომ უყურებ მაშინ რას, ანუ ეგ აზრი რომ გავივლე საერთოდ, არის სისულელე ჩემთვის. იმიტომ რომ ეხა წარმატებას ან მე ცოტა სხვა გეგმები მაქვს კიდევ ცხოვრებაში პროგრამირების იქით. მაგრამ ეხა როგორც ვარ, კარგად ვარ ფინანსურად, კარგად ვარ ცხოვრებისეულად, დროს მშივა გასართობად, ჯანსაღი ცხოვრებისთვის და ასე შემდეგ. ანუ კარგად ვარ რა. ბევრ კარგად ვარ, ვიდრე ისე რომ კურიერი ყოფილიყავი და დარწმუნებული ვარ დღესაც კურიერი ვიქნებოდი ალბათ. ანუ მარტო კურიერობაზე არა, უბრალოდ ზოგადად ისე იმ საფუძვლზე ვიქნებოდი ცხოვრებისა, როგორც სადაც ვიყავი. მე რომ მართლა ხელი ჩამექნია და არაფერს არ ვკარგავდი ხო საერთოდ. ამიტომ ანუ არ დანებდეთ, მარცხს არ შეგეშინდეთ და უეჭველი რაღაც გამოვა. უეჭველი წარმატებას მიაღწევთ თუ თქვენს მაქსიმუმს შეადებთ ამ სფეროში. შეიძლება მალე დაიწყო მუშაობა, ან თვეების მერე მხოლოდ ერთი კი გინდა. ნუ ამაზე ცოტა უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს სამუშაოს თემასაც შევეხოთ. აი სწავლაც რომ დაასრულებთ, არავინ არ იცის, რამდენ ხანში დაიწყებთ მუშაობა. შეიძლება პირველ კვირას რაღაც იპოვოთ სამსახური, შეიძლება თვეების მერე, უბრალოდ თავი ყოველდღე ეჯდეთ და კომპანიებს მიწირავთ ვაკანსიებზე აქციონაციები და ყოველდღე იშრომოთ და იწვავთ და უეჭველი რაღაც დრო მერე გამოვა. და მან ცოტა გამართლებაც საჭირო, მაგრამ გამართლება იმაშია, რომ თქვენ ყოველდღე ცდილობთ, რომ ყველა შესაძლებლობა დაიჭიროთ და რომელიმე გამოგივათ. ყოველდღე თუ რაღაცა ეცადე, რომელიღაც დღე იღბლიანი იქნება. და თქვენ ხო არის რომელი თქვენ იღბლიანი, უბრალოდ ყოველდღე რო ეცადოთ, რომელიღაც იქნება უეჭველი. და აქ-იქ რო ცდით სამ დღეში ერთხელ, კვირაში ერთხელ, შეიძლება იღბლიანი დღეს ვერ გაარტყათ, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ ყოველდღე უნდა ბრწყალებში იგრაინდოთ და იშრომოთ. და ეხლა ზოგი სტუდენტი მაგალითად ყოფილა, რომ კურსის დასრულებამდე დაუწყია მუშაობა, ზოგი ყოფილა, ერთი რამდენიმე ყოფილა, მოვიდა 3 თვეში დავეხმარე რაღაცები თან იცოდა და პირველი პროექტი ეგრე ვიშვა და მე გავიდა. ზოგი ყოფილა, რომ კურსი დაამთავრა, მე 3 თვე თავისი სწავლა თვითონზე 4 თვე და მე მომწერა, რომ აი თემა მუშაობა დავიწყე. ანუ ყველასთვის არის ინდივიდუალური, როგორც სწავლის პროცესი, ასევე დასაქმების პროცესი. მაგრამ ერთი რამე გარანტირებულია, ანუ ვიღაცები რომ ინტერნეტში რო აი 6 თვე ისწავლია, 3 თვე ისწავლეთ უეჭველი დასაქმებები, ეგ ეტაპირებებს ჩვენ არ ვიძლევით, იმიტომ რომ ეგ ტყუილია თავიდან ბოლომდე. ვინც გეუბნებათ რომ აი ისწავლით და მარტივია და 6 თვეში ან ზუსტად 7 თვეში ან 8 თვეში დასაქმდები ტყუილია. მაგას ვერავინ ვერ გეტყვით, საერთოდ ვერავინ. ამიტომ არ უნდა გქონდეთ რაღაცა არასწორი წარმოდგენა ამ პროფესიაზე და უნდა იცოდეთ რომ რამდენი დაჭირება დაჭირდება. უბრალოდ უნდა იცოდეთ რომ მე იმის გარანტიას მოგცემთ რომ თუ ყველაფერს სწორად გააკეთეთ, ბევრი იშრომეთ, თქვენ მაქსიმუმ ჩადეთ და მე იწვალეთ კარგად და ზუსტად და სწორად სამსახურის მოძიებაზე, უეჭველი მიაღწევთ წარმატებას. სტუდენტები ვინც ყოლია რომ დასაქმდნენ, ანუ დასაქმების განხრით გვაქვს 100%-იანი success-ი წარმატება. იმ ხრივ რომ ანუ არც ერთი სტუდენტი არ ყავს, რომ სიტყვაზე იშრომა ზუსტად, ყველაფერი გააკეთა, ყოველდღე ჩალიჩობდა ბრწყალებში, ბოდიში არ გქონისთვის, ყოველდღე წვალობდა, ყველაფერს აკეთებდა, თავის მაქსიმუმს დებდა და ვერ დასაქმდა. ანუ შეიძლება ერთ-ორი თვე ვერ დასაქმდა, მაგრამ რაღაც დროის მერე დასაქმდები რა. და ვინც დასაქმდა ჩვენ სტუდენტები, ყველა იმას აკეთებს, რასაც ვეუბნებოდით, აბსოლუტურად და თავის თავში მაქსიმუმს დებდა.
და მარტო ის არაა, რომ რაღაცა კურსი აიღო და იმას გაყო მარტო შეიძლება უნდა იწყო რაღაცები დამატებით. და პროექტები აკეთო რეალური. და მაგ პროექტებსაც შევეხები, მაგრამ ვიტყვი რომ ანუ ადრე თუ აპლიკაციებით ვიღაც გააკვირვებდი 4-5 წლის წინ და სამსახურს დაიწყებდი ეგეთი кейსები იყო. ერთი პროგრამისტის ისტორია მომისმენია, რომ რაღაც რამდენიმე კვირა სწავლობდა JavaScript-ს და ეგრევე დაიწყო მუშაობა ძალიან მარტივად. ეხლა ეგრე არაა. ანუ უბრალოდ რთული არის და იმიტომ რომ თამასა აიწია, ბევრი პროგრამისტია ბაზარზე, პლუს AI-ის თემაც, ხელოვნური ინტელექტის თემაც, რომელზეც სხვა ხანში ვისაუბრებ და თამასა რო აიწია, უფრო რთული გახდა თავის წარმოჩენა და შენი გამოკვეთა სხვა აპლიკანტებს შორის. ამიტომ მარტო სატესტო პროექტები და სასწავლო პროექტები არ უნდა შემოიფარგლოთ. წელს დაასრულებ თქვენთვის უნდა აკეთოთ რეალური პროექტები. შეიძლება სტარტაპი იყოს, თქვენი იდეა იყოს რაიმე და ის გააკეთოთ, ააწყოთ თავისი ფრონტით და ბექით. შეიძლება იყოს რაღაცის კლონი, მაგალითად Airbnb-ის კლონი, Twitter-ის კლონი, ნებისმიერ რამე შეიძლება იყოს. და პროცესში მაინც უნდა ეძებდეთ სამსახურს, ანუ რაღაც კომპანიებს უნდა წერდეთ, რომ აი საიტს აგიწყობ, მოდი ესა დაისახო და მენდით საიტს აგიწყობ. ამიტომ მარკრებად შეგოს აუცილებელია. შენელიქ შევარი რომ არ იყო front-end React-ი ან back-end Django ან რაღაც ის დეველოპერი, კონკრეტული ტექნოლოგიის იყავის software engineer-ი. და რა ნიშნავს ეს? თქვენ არ უნდა თქვოთ, რომ ეხლა მარტო front-ს ვისწავლი, მარტო JavaScript-ს ვისწავლი, ან მარტო back-ს ვისწავლი, ან მარტო ამას ვისწავლი, მარტო იმას ვისწავლი და მეც არაფერს არ გავაკეთებ მთელი ჩემი ცხოვრება. ერთად ვისწავლი და მორჩა. ეგრე არაა. ანუ თქვენ უნდა იყოთ software engineer-ები, ანუ problem solver-ები. პროგრამისტის თავარი, ინჟინერის თავარი მიზანი არის, რომ პრობლემა გადაჭრას. და ამ პრობლემებისთვის რა ხელსაწყოს გამოიყენებს, სულ ერთია. ეხლა მე მაგალითად სულ თავიდან ვისწავლე React-ი, React.js, მაგრამ მე ანუ არ შემაჩერა მაგა რომ რაღაც სხვა ტექნოლოგიაზე მემუშავა. Angular-ის გამიგზავნია CV, Svelte-ზეც ვიმუშავია პირველ პროექტზე. ეხლა Vue-ზეც მუშაობ, React-ზეც მუშაობ. ანუ თუ რაღაცა პრობლემა მოგწონს, ანუ მე ზამთარ ტექნოლოგიით კი უნდა შემოიფარგლოთ. შეიძლება რომელიღაცა კომპანია მოგწონთ, ან მოგწონთ ის პრობლემა, რომელსაც ჭრის ეგ კომპანია ან პროდუქტი აქვს კარგი და ის ტექნოლოგია, რომელიც არის, დადგეთ და ისწავლეთ, მორჩა. ანუ თქვენ პრობლემა უნდა გაინტერესებდეთ და არ ტექნოლოგია. ტექნოლოგია სულ ერთია. ანუ ყველგან რაღაცეები ერთნაირად ხდება დაახლოებით. აი React და Vue ერთმანეთს ძალიან გავს. ცოტა Svelte ძალიან გავს. React-ს სინტაქსის უბრალოდ მიდგომა ერთი იგივეა მაინც და რა ხელსაწყოს გამოიყენებთ თქვენ ამ პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელობას არ უნდა წყვეტს ეგ არაფერს. უნდა იყოთ software engineer-ები. პრობლემის გადამჭრელები. და ეგ სხვადასხვა მაინდსეტია სულ რა, ანუ ის მაინდსეტი არ უნდა გქონდეთ, რომ ეხლა მარტო React-ს ვწავლობ და მარტო React-ს ვაკასებს შემოიფარგლები და მორჩა მეტი არაფერი და სხვა ინტერესი არ მაქვს. ეგრე არ უნდა იყოს. React-ის უნდა ისწავლოთ, თუ დაგვჭირდეთ Vue-ს უნდა ისწავლოთ. Back-ის უნდა ისწავლოთ. თუ Back-ი იცით Python ისა JavaScript-ზე და მე რაღაცა ვაკანსია შეგხვდეთ Django-ზე მაგალითად და ძალიან გაინტერესებთ ეგ სფერო, ეგ კომპანია გიზიდავთ, Django-ს უნდა ისწავლოთ. ან შეიძლება თუ სტარტაპი გაქვთ საერთოდ, ყველაფერი უნდა ისწავლოთ, რაც გჭირდება. თუ სტარტაპს აკეთებთ, მართლა ბიზნესის დაწყება გინდათ, front-ის უნდა იცოდეთ, back-ის უნდა იცოდეთ, DevOps-ს უნდა იცოდეთ, თუ AI დაჭირდა, AI ინჟინერი დაგჭირდათ, AI ინჟინერის უნდა ისწავლოთ. ყველაფერი უნდა აკეთოთ. უბრალოდ პრობლემა უნდა გადაჭრათ და მთავარი მიზანი ეგ უნდა იყოს. რა ჭირდება მაგ პრობლემის გადაჭრას, მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. უეჭველი გადაჭრით და მორჩა. ეგა ინჟინრობა. და არა კონკრეტულად რაღაცა React developer-ი არ უნდა იყოთ, უნდა იყოთ software engineer-ი. მაგის იქით მორჩა რა. React იქნება თუ რა იქნება, მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი უნდა გამოიყენოთ. და ბოლოს მოდი ვისაუბროთ ხელოვნურ ინტელექტზე. ბევრს გონია ეშინია იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლოს პროგრამისტებს. ჩანაცვლება მოხდება, ოღონდ ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაგვანაცვლებს. ის ადამიანები ჩანაცვლებენ ზოგიერთებს, რომლებმაც იციან ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. და ისეთებს ჩანაცვლებენ, ვინც არ იცის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ძალიან ბევრი AI თულია დღესდღეობით, ChatGPT, Claude, Grok და ძალიან კიდე ბევრი, ეგენი კიდე ყველაზე ცნობილები არის. და მაგის გამოყენება უნდა ვისწავლოთ. prompt-ი უნდა მისაკითხონ და უსო მაგასაც ცოდნა ჭირდება და პრაქტიკაში მოდის მაგის გამოცდილებას. და ანუ ყველაფერი უფრო პროდუქტიულს ხდის. ანუ მე პირადად ყოველდღურად ვიყენებ AI-ს. თუ რაღაც ისეთი ტასკი არის, ან რაღაც სამუშაო არის, რომელიც
უკვე რუტინულია და თვალახუჭული შემიძლია დავწერო და მარტო ის მომენტი მაქვს, რომ აი როდის ავკრებ კლავიატურაზე ამ პრობლემას და ფიქრი აღარ მიწევს. ავდგები და ეს დავაწერინებ რაღაცა ვიწოლო მე, ხო? მაგრამ ბევრი პრობლემა არის, რომელსაც AI ვერ გადაჭრის. კიდე უჭირთ, ეხა AI-ის ყველაზე დიდი პრობლემა ის აქვს, რომ კონტექსტის გააზრება არ შეუძლია. თუ დიდ პროექტზე მუშაობთ და ერთ ფაილში რაღაც დასამატებელი, ერთ ფაილში რაღაცას გააკეთებს, მაგრამ თუ ერთ ფაილში რაღაცას აკეთებთ ისეც, რომ სხვა ფაილში გაფუჭდება საქმე, აი მაგას AI ცოტა ვერ აკეთებს, ოღონდ კარგად ვერ აკეთებს. კონტექსტის გააზრება დიდად არ აქვს რა. ნუ შეიძლება 10 წლის მერე ფრონტი ძალიან მაგრად დაწეროს, მაგრამ ეხლა თქვენ თუ ისწავლით და ფეხს აუწყობთ ტექნოლოგიებს, 10 წლის მერე მაინც თამაში დარჩებით, ანუ განვითარდებით ჩვეულებრივად. უნდა მივყვეთ ტენდენციებს, რა AI-ს გამოდის ისინი ვისწავლოთ და ასე შემდეგ. უბრალოდ არ გიჩვენებთ გამოყენებას AI-ის სწავლის პროცესში, მით უმეტეს სულ თავიდან, იმიტომ რომ ძალიან გაზარმაცება იცის. ნუ რაღაცა უფრო შუალედი არსებობს, რომ მაგალითად თუ რაღაცა გაგიჭირდა, შეგიძლიათ დასერჩოთ, თქვენ ეწვალოთ, თუ ვერ გაიგეთ, მე შეგიძლიათ AI-ს კითხოთ, მინიშნება რომ მოგცეთ, კიდე ეწვალოთ, დასერჩოთ, თუ კიდე ვერ გაიგეთ, მე კითხოთ რომ უთხრათ რომ დაგიწეროს აღმონახსნა და ზუსტად ჩაგიშალოს step by step, ნაბიჯ-ნაბიჯ. მაგრამ ეგაა უფრო შუალედი და ბევრი ვერ იცავს მაგას. ამიტომ ზოგადად სტუდენტებს ურჩევ რომ თავიდან არ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი და მე მკითხონ ყველაფერი რომ მე ავუხსნა საერთოდ თავიდან ბოლომდე. ან უთხრა რა დასერჩოს და ეგ search skill-იც გამოიმუშავოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა რაღაც არ იცი და ინტერნეტში ეძებ, ხო? იმიტომ რომ რაც უნდა საფეხურზე იყოთ პროგრამირებაში, ყოველთვის რაღაც არ გეცოდინებათ. ეხლა თუ მაინც უწინი გამოსვლება არ აქვს, როცა ბევრი ამიცით ძალიან უკვე. მაგრამ მაგ დროსაც გიწევთ დასერჩოთ რაღაც ახლის მოძიება. ყველაფერს თავიდან ვანებოთ, ტექნოლოგიები ვითარდება და როცა ახალი ტექნოლოგია მოდის ან უკვე არსებული ვითარდება, ეგ ხომ არ იცის არანაირი გამოცდილების მქონე ადამიანმა უწევს რომ დასერჩოს ამ დოკუმენტებს წაიკითხოს და ისწავლოს, ხო? ამიტომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან კაია, მე პირადად ძალიან მიხარია რომ ახალი ხელოვნური ინტელექტი გამოდის ხოლმე, ბევრ რამეში ვიყენებ, ზოგჯერ ყოფილა რომ რაღაცა ჩონჩხია მიწყია პროექტის და მე შემისწორებ, იმიტომ რომ ბოლომდე მაინც ვერ აკეთებს ყველაფერს, მეც მიწევს რაღაცების შესწორება. მაგრამ ძალიან მეხმარება და ძალიან მიხარია და იმისში არ მაქვს საერთოდ ხელოვნური ინტელექტი ჩავანაცვლებს, იმიტომ რომ პირიქით მე უფრო პროდუქტიული ხდები. თუმცა ის გამოიწვია ხელოვნური ინტელექტმა თუ რომ სიტყვაზე 5-7 წლის წინ თუ რაღაც საქმის გასაკეთებლად საჭირო იყო 10 ჯუნიორი მაგალითად, დღეს შეიძლება გააკეთოს 4-5 ჯუნიორმა, 3 ჯუნიორმა და აღარ დაგჭირდეს მაგდენი კადრი. ანუ მოთხოვნა შემცირდა, მაგ მხრივ ოდნავ, მაგრამ მაინც ძალიან დიდია მოთხოვნა პროგრამისტებზე, ძალიან ბევრი სწავლობს პროგრამირებას და უნდა ვიშოვოთ ბევრი, უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი სწავლის პროცესში არა, რომ წავიწიოთ წინა პლანზე. და თუ განვითარდებით ჩვენ ამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ერთად, რა ტრენდებიც მოდის და ტენდენციებიც გავყვებით, უუჭველი დავრჩებით ამ თამაშში და არ შეექმნება ჩვენ სამსახურს არანაირი პრობლემა. და თუ სტარტაპის კეთება გინდათ და სხვა შორის პროგრამირება ერთ-ერთი ყველაზე კაი პროფესია ჩემთვის, იმიტომ რომ თუ რაღაცა იდეა გაქვთ, ყველაფერს გააკეთებთ, თქვენ ბიზნესს გააკეთებთ და თავიდან ფულს არ დახარჯავთ იმაში, რომ ვიღაცას გადაუხალოთ თანხა და აქ იწყოთ საიტი, ან აქ იწყოთ აპლიკაცია, მაგარში ფულს არ დახარჯავთ საერთოდ. ეგ ძალიან მაგარია. უბრალოდ ერთ თქვენი წარმოსახვა, რაც შეგზღუდავთ, ანუ სადაც წარმოსახვა გაგიქაჩავთ, იქამდე შეგიძლიათ იმის რამე გააკეთოთ. ყველაზე კაი ეგ აქვს ამას. და ხელოვნური ინტელექტი თამაში დაგეხმარებათ, ეხლა სტარტაპს მე მუშაობ სტარტაპზე და ძალიან ბევრი რამე გამიკეთები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, იმიტომ რომ სტარტაპში ეგეთი მიდგომაა, რომ ყველაფერს სწრაფად უნდა გააკეთო. ანუ ისე არაა, რომ აი ერთ თვეში დავამატოთ ეს, არა. ერთ კვირაში უნდა დავამატო, ან ორ დღეში უნდა დავამატო, დღეში უნდა დავამატო, ეგეთი თემები არის. ამიტომ ძალიან გვეხმარება ეს ხელოვნური ინტელექტი და კაია რომ ვითარდება. და ეხლა მე დღეს რაც ვისაუბრე, ეს ყოველივე ძალიან ბევრი რამე რო არის ტექნოლოგიების, რჩევების, რა უნდა გაეთვალისწინოთ 1000 ნიუანსია რა. და შეიძლება ჩავარდეთ ფრუსტრაციაში, კითხვები დავუსვათ თქვენ თავს გამომივა, არ გამომივა, მივახცე წარმატებას, ვერ მივახცე, ნუ გასაგებია ეს მომენტი და მეც მქონდა და აი რო წეღარ მომყევი რო აი დამენებებიდნენ თუ არა თავი და ასე შემდეგ. აი მაგ დროს უბრალოდ გეხმარებით ჩვენ ალგომოში მენტორები. იქნება ეს мотиваცია, ბევრს მაგალითად რაღაცა არ ჭირდება დიდად დახმარება სწავლაში, ჭირდება რომ мотиваცია. ეს სტუდენტების ყოლია რომ აი мотиваციას ვაძლევდი და ვეუბნებოდი რაღაცა წასულიყო და მე გავუძლები და წარმატებას მივღწევია. მაგრამ ანუ ნებისმიერ რამეში გეხმარებით რა. დროს გაზოგინებთ და მთელი ამბები, ანუ მე პირადად ძალიან გამეხარდებოდა რომ ყოლოდა მენტორი, იმიტომ რომ მე თუ რაღაცაში დავხარჯე 1 წელი, მენტორის დახმარებით გავაკეთებდი 6 თვეში. ანუ უფრო ნაკლებში.
მარტო რთული, ანუ აქ სწავლა, მაგრამ შესაძლებელია ხა ჩემი მაგალითთან გამომდინარე და ბევრი არის, რომელიცაც თავის უსწავლია პროგრამირება და წარმატებული განხვდარა. მაგრამ მენტორი უფრო დროს გაზოგინებთ, რაღაცა ნერვებს უფრთხილდება თქვენსას, რომ ბევრი არის წოვოთ და ძალიან არ მოგეშალოთ. თუ რაღაც გაჭირში ხართ, რაღაც გიჭირთ ლექციაში, რაღაც ვერ გაიგეთ, ამოცანაში, პროექტში, რო არ დაკარგოთ ერთი თვე, რაღაცა ერთი კვირა 2-3 დღე, შეხვდეთ მენტორთან 5 წუთი გესაუბრებოთ და გაიგეთ უკვე კარგად ხართ და მე გავარცელოთ ისე მუშაობას და ახალი თემების სწავლას. და ჩვენთან ეს ყოველი ხდება ერთიარზე კომუნიკაციით. ანუ შემოდიხართ სამენტოროში, აქ გვისვევ კითხოს და ჩვენ გეხმარებით, ან ეკრანს მიზიარეთ, ან მეგიზიარებთ და ასე შემდეგ. თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ ეს ჩვენი კურსის დეტალები იხილოთ ჩვენ საიტზე algometr.gz-ზე და გადახვალთ full stack-ზე და აქა უკვე ყველანაირი დეტალი თავის საფასო კატეგორიებით, რომ სამენტორო სად და როგორ შედის, აი მაგალითად მესამე პაკეტი გვაქვს 100 ლარიანი თვეში, სადაც შედის ლექციები, სემინარები, ჩანაწერები, სტუმრად დავალებები და სასწავლო მასალები. ანუ მარტო თქვენ თვითონ დაждდებით და ისწავლით და ეს არის მათთვის, ვისაც არ ჭირდება მენტორი, იცით რომ თავიდანვე იცით რომ დახმარება არ დაგჭირდებათ. თუ იცით რომ მენტორი გჭირდება და უმეტესობას ჭირდება და მაინც მენტორს იყვანს ხოლმე, იმიტომ რომ მალე განვითარდება, შეგიძლიათ აიღოთ მეორე პაკეტი 300 ლარი თვეში ღირს. აქ ყველაფერი შედის აწეღანო თქვი და პლუს სამენტორო სერვისი აქვს. და დავალებების შემოწმება, გასაუბრებები და დამატებით ლექციები. ანუ უკვე სამენტორო შეგიძლიათ რომ აღოთ 300 ლარიანი სამენტორო არის კვირაში 2 დღე გაქვთ კომუნიკაცია მენტორთან, გეხმარებათ და გიმოწმეთ დავალებებს და თქვენ პროგრესს აკონტროლებს. და თუ გინდათ რომ უფრო სწრაფი პროგრესი გქონდეთ და უფრო მეტი დრო გაქვთ, შეგიძლიათ აიღოთ პირველი პაკეტი 480 ლარი თვეში. აქაც ყველაფერი იგივე არის, რაც წეღან თქვი. უბრალოდ მენტორთან კომუნიკაცია გაქვთ. ნუ კვირაში 5 ჯერ, პლუს არის CV-შიდან და LinkedIn-ის მოწესრიგება, რომ დასკრება გაგიმარტივდეთ, გუნდური პროექტები, რომ გუნდურ ისკილები გამომიმუშაოთ და უკვე რაღაცა სამუშაო გარემო შეიქმნეთ, როგორი შეიძლება იყოს მომავალში თქვენთვის. კონსულტაციები გლობალურ ბაზარზე დასაქმებლად, დამატებით ლექციები, გასაუბრებები და ეს გასაუბრებები რა არის? ეხლა გეტყვით რომ როდესაც განვითარდებით და რაღაც პროექტებს გააკეთებთ, ის გააგზავნით და ვიღაცა გაგესაუბრებათ, ინტერვიუს შეგიტარებთ. აი მაგის იმიტაციების გეკეთებათ თვეში ერთხელ აქ. პირველ პაკეტს თუ შეიძინეთ. და ეგ რაში გეხმარებათ? პირველ რიგში გეხმარებათ რომ სტრესს შეეგუოთ, იმიტომ რომ ბევრმა სტუდენტმა იცის მასალა, მაგრამ სტრესის გამო იძებება. და მეორე ის რომ ნახოთ სად გაგჩავარდე, იმიტომ რომ აქ გეკითხებით რაღაც კითხვებს, მე პრაქტიკულად გაკეთებინებთ და მოკიდებლად ვამოწმებთ თქვენ ცოდნას და თქვენ სხვადასხვა სად გაგჩავარდნა რომ მე ამოვასოთ. და კიდე ხო, კოლაბორაციული პროექტები, სადაც უკვე გუნდებად იკრებიან სტუდენტები და რაღაც აკეთებენ რეალურ პროექტებს. და პროექტებიც ძალიან ბევრი გვაქვს, ანუ ჩვენი სწავლება არის დაფუძნებული პრაქტიკაზე, მარტო თეორიას არ გასწავლით. ანუ JavaScript-ს ხო თავისი ამოცანები აქვს ყველა ლექსიის ქვევით. უამრავი. მერე მოდის კიდე პროექტები, როცა გადავალთ HTML-დან რომ დავიწყებთ უკვე სწავლას, აი უამრავი პროექტია ეს ყველაფერი, ეს მოგიწევთ რომ გააკეთოთ. ნელ-ნელა რთულდება სირთულით, ბოლოს უკვე რეალთან მიახლოებული საიტები არის სირთულით და მეშვიდე ეტაპი არის უკვე რეალური. ანუ ჩვენი გუნდი ვაკეთებთ ხოლმე რეალურ პროდუქტებს, რაც შეიძლება მართლა რო კომპანიამ გამოიყენოს და მაგის საწყობად შეგიძლიათ უკვე რომ რეალური პროექტებიდანაც გაიმშვიდობოთ CV. ანუ ყველაფერი გვაქვს გათვალისწინებული, რაც დაგეხმარებათ რომ წარმატებას მიაღწიოთ ამ სფეროში აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ წიას რა გავზადებული გვაქვს, თქვენ უბრალოდ თვითონ გამოყვეთ და გაითვალისწინეთ ჩვენი ერჩევები და თუ რამეში გაიჭედებით, გეხმარებთ ყველაფერში. სულ ეს იყო ძირითადად ბოლო ნაწილში თუ იმედია ბოლო ნაწილში ძალიან სწრაფად არ ვილაპარაკი, იმიტომ რომ ეხლა არის ღამის 4:30. პირველი ნახევარი რომ ჩავწერი იმის მერე ვებინარში ხმა აისმოდა, ძალიან ცუდად ისმოდა ხმა, შხრიალი იყო მარტო მეტი არაფერი და მომიწია რომ ჩამეწერა ახლიდან. ამიტომ იმედია ისეთი დაღლილი არ ვარ ეხლა რომ ცუდად ვისაუბრიან, ძალიან სწრაფად მივიყარი ყველაფერი. მაგრამ ნუ მაინც შევეხე იმ თემებს, რაც მინდოდა რომ დღეს გაგვიარა. და იმედია უკვე გაიგეთ რა არის ეს full stack-ი, თუ გადაწყვეტეთ ჩვენ დასწავლა, თუ არ გადაწყვეტეთ მნიშვნელობა არ აქვს. დაწმულება რომ რაღაცა იდეა გაქვთ უკვე იმის შესახებ თუ რის სწავლა გაინტერესებს, რის სწავლას აპირებთ, უფრო გაგიმარტივდეთ ეს ყოველივე. ჩვენთან თუ შემოხვალთ, უფრო
100 მაგათ გიმარტივებთ, მაგრამ პროცესს რა თქმა უნდა. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. ავაკარგეთ.